შემოგვიერთდი ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში მაიას მიწაზე. სტიქიების ალქიმიური რითრითი ტულუმის გულში. რითრითი ტარდება ეკოლუქს ვილაში. მაიას ჯუნგლებით გარემოცულ სივრცეში, სადაც კარიბის ზღვა ხვდება სიანი კაანის წმინდა მიწას. ჰოლისტიკური ადგილი, სადაც სტიქიები ერთიანდებიან იმისთვის, რომ აღიდგინო გონების, სხეულისა და სულის ბალანსი. ერთად ჩავიძირებით 5 დღიან 5 რიტმის ვორქშოპში, სადაც ყოველი რიტმი ხდება მასწავლებელი. ყოველი სტიქია კი შენი ნამდვილი არსის აღმოჩენის და გახსენების გზამკვლევი. ჩვენი დილა დაიწყება მზის მისალმებით. გავაკეთებთ ინიოგას გაწელვებს. დღეს კი გავაგრძელებთ ვორქშოპებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის ასტროლოგია და ღრმა სომატური პრაქტიკები. ვეზიარებით ტრადიციული ტემასკალის ცერემონიას. დავაგემოვნებთ ჩვენი შეფის მიერ იუკატანის სტილით მომზადებულ ვეგეტარიანულ კერძებს და უბრალოდ ვიზეიმებთ სიცოცხლეს ტულუმის წმინდა გარემოში. სივრცეში, სადაც შევიკრიბებით თანაშემოქმედების, თავისუფლების და ერთგულების პატივსაცემად. ეს უბრალო რითრითი არ არის. ეს არის დაბრუნება ჩვენ სტიქიურ ბუნებასთან, ჩვენს კოსმიურ სიბრძნესთან. თუ გრძნობ მოწოდებას, გამოყვევი. მოგესალმებით მეგობრებო, შენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ლევან ლაზარეშვილი. გამარჯობა ლევან და დიდი მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. გამარჯობა, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და ძალიან კარგ გარემოში აღმოჩნდი. გეიხარე. სადაც დავიწყოთ ჩაწერას კარგ მიგდებამ და მივედით და თქვით ეგრე დავიწყოთ, რაც ეხებოდა ამ რაღაც ჩვენ ეხარეებზეც გვექნება საუბარი მაგის ბუნებაზე და თავარ არსზე მაგისი რაც არის რომ ადამიანებს რაღაც ერთგვარი დახმარება გაუწიოთ და კი ბატონო, პირველ სიტყვას ვიტყვი იმას რომ რასაც ვლაპარაკობთ პოდკასტზე, რასაც გვინდა რომ ადამიანებამდე მივიტანო, კონკრეტულად მე დავუშვათ მინდა მივიტანო ის რომ ადამიანები გახდნენ და მეც გავხდე კიდევ უფრო უკეთესი ვიდრე ვარ. შესაბამისად ეს ყველაფერი არ არის რეკლამა, ეს არის რაღაც პროდუქციის გაყიდვა, აქ არ არის ინტერესი არავის ჩვენი, რომ რაღაცაი ჩვენ გვაქვს რაღაცა ჩვენი კონტენტი ან ჩვენი პროდუქტი გვაქვს და ეს უნდა ხალხს უნდა უთხრას, რომ დავუშვათ აი შეიძინეთ ეს ან გააკეთეთ ესე და იქნება ყველაფერი, ანუ ყველა ვიქნებით მაყოფილები. აქ ელემენტარული არის ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დღევანდელ დღეს და გვაქვს შესაძლებლობა ინტერნეტით, ტელეფონით და ასე სხვადასხვა მატარებლებით მოვისმინოთ ერთმანეთს, გავიქოთ, რითი შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ სულიერად, ფსიქოლოგიურად, აზრობრივად, ლაპარაკით და ინფორმაციულად დავეხმაროთ და მე დავუშვათ თუ რაღაცა წავიკითხე და რამე გავიგე, გავხდი უფრო უკეთესი შეხედულებების შემეცვალა და მე თვითონ გავხდი უკეთესი. ხო და მაგის გაზიარება გინდება მე. სხვაშიც შევიტანო ეს ნაპერწკალი, რომელიც შემიძლია, ვთვლი რომ შემიძლია რომ გადმოცე და ოდნავ გაულამაზო ცხოვრება, იმით რომ რაღაცა გაიგო უკეთესი, ეს იქნება ძალიან მცირედი. ცხოვრება ზოგადად დეტალებისგან შედგება ზოგადად ინფორმაციული მთლიანი წარმოსახვისგან და ამის თუ ოდნავი კორექტირება მაინც ერთ ადამიანს რომელსაც მოусმენ და ის ჩემს ხვალინდელ დღეს უკეთეს გახდეს, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი აზრი გააქვს. ხო, მაგას ვეძახებებ აღმაფრენის შეგრძნებას, აი რაღაცას რო წაიკითხო ან მოусმენ ან არ ვიცი ნახაც ნახავ და აი რაღაც აღმაფრენის შეგრძნებას რო გაძლევს, გეგონება ის სულს გიფრენს და გინდა რომ ხო რომ სხვამაც იგივე განიცადოს, ხო, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი შეგრძნება. აბარა. და აი ხა ახსენე შენ საინფორმაციო ველი და სწორედ აი მეც მაგითი წმინდოდა დაწყება, რომ აი ეს საინფორმაციო ველი ძალიან ბევრნაირად ესმის ხალხს ამ დღევანდელ მოცემულობაში, იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ეგეთი მცნებაც არის, რომ ხო არსებობს ეს ბიოსფერო, მე არის ეს ტექნოსფერო, ან ტექნოლოგიების მიერ შექმნილი რაღაცა ველი და ნოოსფერო უკვე ეს მენტალური ველი კაცობრიობის. და იქ ნუ ეს კოლექტიური ცნობიერი, კოლექტიური არაცნობიერი ძალიან ბევრნაირი გაგებაა ყველა სკოლის მიხედვით და მაგის მიხედვით უკვე შენს მაქედან თითქოს რაც ინსპირაციას იღებ, მოდის ნაკადი და ეგრე ხატავ და მეც ერთი რაღაც მოკბოტანილი მე ვანახებთ მაყურებელს და მინდა რომ კარგად გაუმიჯნოთ უშუალოდ აი ზღვარი როგორ შეიძლება ან შენ თუ გაქვს რამე მიგნებები რომ მიხვდე რომ აი ხა რასაც ხატავ და რაც მოდის ეს
უფრო მიღმიერიდან არის მოსული და საიდან, სულიერიდან, ხო, კი თუ ეს არის, რაც აი ამ დედამიწის უხილავიშრე, რასაც ჩვენი გონების სხეული აღიქვამს, ან სამშვენელი აღიქვამს, აი ხო, აი, იმიტომ რომ მანდაც გონია, რომ ბევრი ჩაშლა იწყება და შეიძლება ხანდახან ყველაფერი ერთ ქვაფშიც მოუხარშოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯერ პირველში უნდა გავუმჯდოთ, ჩვენ თვითონ უნდა ვიცოდეთ სამყაროს მოწყობის ის სურათი, რომლის სურათიდანაც გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მე ანალიზი გავაკეთოთ. სამყაროს მოწყობის სურათი დავუშვათ არსებობს ძალიან მრავალი ახსნით, მრავალი სფერო და მრავალი დავუშვათ მიმართულება თავისებურად ხსნის, როგორი არის სამყარო მოწყობილი, ამას ის რო ცივილიზაციის ჭრილში რო შევხედოთ, სამყაროს მოწყობა ცივილიზაცია, როდესაც მთლიანობაში დაინახავს დიდ სურათში, როგორიც არის დავუშვათ სულიერი მხარე, როგორიც არის მატერიალური მხარე, როგორიც არის მათ შორის კიდე მდებარე ენერგეტიკული მხარე, ამ ყველაფრის გაერთიანება ცივილიზაცია როცა შეძლებს ჩვენ როგორც ცივილიზაცია, რომ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ გავაერთიანებთ რელიგიას, ეზოთერიკას და გავაერთიანებთ მეცნიერებას და ყველაფერს მიწაზე ხო ერთმანეთში, მანდ უკვე ჩვენ ძალიან სხვა სურათი, ისეთი სურათი გამოჩნდება უთხარი, როგორც ყოველდღეს სახელად ჭეშმარიტება ქვია, რომ აი ჭეშმარიტებას აღარ აქვს კითხვის დასმის უკვე არის და მორჩა ხო ანუ უკვე როდესაც შეიკრება მთლიანი სურათი, ყველა მიხვდება რომ დავინახეთ უკვე მთლიანი სურათი, აი ეს უკვე ამას უკვე გადამოწმება აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ეს უკვე არის ის მოცემულობა, სადაც ცივილიზაცია მივა აუცილებლად. და შეგვიძლია ვთქვა რომ აქ მანდ მისვლა ზუსტად აი მანდ მისვლამდე ეს გზა არის ზუსტად ეს ეკლიანი გზა, რომელსაც გავდივართ. და რომელიც ყველა ვარიანტში უნდა გავიაროთ. რაღაც უკვე მწიფდება, რაღაცამდე მივდივართ, ვითომ ახლოს არის უკვე როგორც სიტყვიან ფინალი ამ ყველაფრის, რომ დავინახოთ ის სურათი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამის შეგნება, რომ ეს გავიგოთ, იმიტომ რომ უკვე როგორც ცივილიზაცია რაღაცა პატარა ბავშვობიდან უკვე ცოტა გადავდივართ იმ ეტაპზე, რომ ჩვენ უკვე ანალიზის უნარი ბევრად უკეთესი გვაქვს, ვიდრე ქონდა მე-18 და კიდე ქვედა საუკუნეებში. აქედან გამომდინარე, როგორც ახლა ამობენ, უნდა მოხდეს კვანტური ნახტომი, იმიტომ რომ ყველაფერი დავუშვათ თუ გეომეტრიულად მილიარდამდე მიდიოდა დავუშვათ 19 საუკუნე, მილიარდიდან 2 მილიარდამდე მივიდა უკვე 50 წელიწადში. იმიტომ მე გეოდა 2-დან 4-დან ასე შემდეგ მიდის ციფრები ძალიან იზრდება. შენ ეს ახლოს ვართ უკვე მაგ იმ კიდესთან გადასვლის. კიდესთან კი არ ვარ, ჩვენ ვართ ახლო ახლა ნახტომთან. ხო, ნახტომთან, ხო, ეგ გულისხმობ. ვართ, კი ბატონო, მე თვლი რომ ახლოს ვართ, მაგრამ აქ არის ორი განვითარება მოვლენების. ერთი არის რომ თავის თავში ნახე როგორი განსხვავება დაგანახო თავის თავში ჩაკეტილი ცივილიზაცია ერთი მხრივ და მეორე მხრივ განვითარებისკენ ორიენტირებული ცივილიზაცია, რომელიც გარეთ იყურება, სხვებსაც უყურებს, ეძებს, ვინმე ხო არ არის კიდე, ვისაც შეუძლია ოდნავ უკეთესი აზრი მომაწოდოს. ამასთან დაკავშირებით ორი მიმართულება. ერთი ვის თავის თავში ჩაკეტილი ცივილიზაცია, რას ნიშნავს თავის თავში ჩაკეტილი? წარმოიდგინე რომ ჩვენ 5 კაცი ვართ ერთ ოთახში და კარებს არ ვაღებთ, გარეთ არ გავდივართ. საბოლოოდ თუ ბევრი წლები ვიქნებით ერთ ოთახში, ძალიან ბევრი ხალხი, აუცილებლად მოგვივა კონფლიქტი და ბოლოს ერთერთი ვეღარ გადავრჩეთ. იმიტომ რომ აი შიგნით ჩაბრუნებული ენერგიამ შეიძლება ყველა ფატალურად დაამთავროს ჩვენი ყოფა. მეორე შემთხვევაში კიდე ის ვინც გაიხედება წინ და უყურებს სამყაროს და უნდა განვითარება, ზუსტად კონფლიქტისგან უკვე იცილებს თავის თავს, იმიტომ რომ ფაქტურად აღებს იმ კარებს, სადაც ჩაკეტილი და ჩახუთულობა აღარ იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ როგორც ცივილიზაცია არ ვეცდებით იმას, რომ დავამყაროთ კავშირები, დავამყაროთ თუნდაც ერთმანეთთან გავაერთიანოთ აზრები, ქვეყნებმა ერთმანეთთან დავამყაროთ კონტაქტი, იმდენად რომ დიალოგი გავხსნათ, მეტად გავუგოთ ერთმანეთს, ხო? მეტად გავხდეთ ცივილიზებულები, მეტად გავიზარდოთ, როგორც ხარ ვიყოთ ჩვენ თავში ჩაკეტილები, ეს მოგცემს გადარჩენის საშუალებას. აქედან გამომდინარე
ცივილიზაცია, რომელიც თვითონ კარგად ეცოდინება ენერგეტიკული ველი რა არის, ნეოსფერო როგორ მუშაობს ასტრალი, რა არის სულიერი სამყარო. ეს ჩვენ თვითონ უნდა დავჯდეთ, როგორც იტყვიან, ამ ლაპარაკის საშუალებით, განვითარების საშუალებით, ცოდნის საშუალებით, მივიდეთ დასკვნამდე, იმ კონკრეტულ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ვიმოქმედოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაცა ძირეულად შევცვალოთ. გავაკეთოთ უკეთესი ეს სამყარო გავხადოთ უკეთესი და ჩვენს გავხდეთ უკეთესები. ეს აუცილებლად მოგვიტანს წინსვლას და არის ორი განვითარება, იმიტომ რომ ის, როდესაც ტექნოლოგიაც ვითარდება და ტექნოკრატიული განვითარება რაღაც პიკს აღწევს, თუ მან არ სიყვარულისკენ არ იმოძრავა სულიერი განვითარებისკენ, თუნდაც მაღალი მორალის ეს თუ არ შეერწყა ერთმანეთში. აბსოლუტურად მივიღებთ იმას, რომ ეს ჩვენივე განვითარება სულიერი განვითარებას და ტექნოკრატიულს ერთნაირად მიდიოდეს. სადაც განვითარება კიდე იგივე ენერგიაა ვიღოთ, ადამიანს რომელსაც არაფრის ცოდნა არ აქვს და პირდაპირ რომ მისცე ძალიან ბევრი ფული, როგორც ენერგია, და არ კონდეს ცოდნა, ძირითადად არაფრის ცოდნა და არც კულტურა, არც ინტერესი მიდის თავის თვით განადგურებისკენ, რაც უფრო ბევრი აქვს შესაძლებლობა მეტად მალე იღუპება, მალე იფუჭებს სხეულსაც და მალე თავს გასული რაღაცეებით კიდე იღუპება. იმიტომ რომ ძალა არ აქვს ეს ენერგია დაიტიოს, ხო? ხილობა არ აქვს, რაღაცები არ აქვს. რატო არ აქვს? იმიტომ რომ აქ ენერგია მარტო არის სწავლა არ განვითარდება. ეს უნდა მიდიოდეს ერთად. შესაბამისად ცივილიზაციაზე იგივე შეგვიძლია გადავიტანოთ ჩვენ სულიერმა განვითარებამ მოგცა იმის საშუალება, რომ ტექნოკრატულად განვითარებული ყავთ. იესო ქრისტეს ფაქტორი, რომელიც ეს ორ სიტყვით ვიტყვი, რომელიც თავშოთ 2000 წელი ძალიან ახლოს არის, აგერ გუშინ არის, 2000 წლის წინ იყო იესო ქრისტე, რომელსაც თავის თავზე აიღო მთელი კაცობრიობის ის პრობლემა, რაც ჩვენ მანამდე გვქონდა და ამ 2000 წლის განმავლობაში აუცილებლად ვიტყვით ამ გადმოსახედიდან, რომ ამ 2000 წლის განმავლობაში ჩვენ უკეთესებიც გავხდით, იმიტომ რომ ქრისტიანობამ ზოგადად ჩვენ მოგვიტანა ტოლერანტობაც, მოგვიტანა შემწყნარებლობაც, რაღაცები, კანონები. ახალ საფეხურზე გადაიყვანა ჩვენი. გადაგვიყვანა ჩვენი ცივილიზაცია და ამან ჩვენი განვითარებაც მოიტანა. ფაქტურად ჩვენ სულიერმა ნახტომმა, რამაც ქრისტემ გადაგვახტუნა, იმიტომ რომ თავის პიროვნებით გააკეთა ეგ, ამ ნახტომით ჩვენ ყველა გადავხდით, უკეთესები გავხდით, მაგრამ ეხლაც იგივე ეტაპია. გვჭირდება ხო ესე იგი აშკარად ვიღაც ადამიანი ვინც პირველი ნახტომი უნდა გააკეთოს რომ მე ნახო რომ აი ეს თუ გადახდა და ამან შეძლო და ეს ერთგვარი ცოცხალი ხატია რაღაცის ეხა ყველაფერი მოცემულობა უკვე გვაქვს პლანეტაზე რელიგიები გვაქვს ცოდნა გვაქვს მეცნიერება აწი ჩვენ თვითონ არიან კონკრეტული სულები, კონკრეტული პიროვნები, რომლებიც პირდაპირ ლაპარაკობენ დაუშვათ სულიერ სამყაროსთან, ლაპარაკობენ ანგელოზებთან, ლაპარაკობენ, კონტაქტობენ. ეს კონტაქტი არის შეუფასებელი. ელემენტარულად იმის გაგება, თუნდაც რაღაცის გაგება, რაც სულიერ სამყაროდან შეგვიძლია, ერთი კონკრეტული ადამიანის მოტანილი ინფორმაციით, მეორის შეჯერებულით რაღაცამდე მივიდეთ, რაღაც სურათი დავინახოთ, ეს იმდენად შეუფასებელია, რომ ამას ფაქტურად მატერიალურ სამყაროში ვერ გააკეთებ სხვანაირად, თუ შენ არ აღიარებ, რომ ხარ სულიც და სხეულთან ერთად. და ამის აღიარებას უკვე უნდა მოყვებოდეს მეცნიერებაშიც ამის აღიარება, ზოგადად უნდა გავერთიანდეთ აი მაგ ნელ-ნელა მაქამდეც მივდივართ. იმ აღიარებაში უნდა გავერთიანდეთ, რომ ხალხო ჩვენ ორი ბუნება გვაქვს და ორივე მნიშვნელოვანია და ღმერთმა შექმნა ორი სამყარო, პირობითად ორი, რა თქმა უნდა შეიძლება ბევრიც, მაგრამ ამ გადმოსახედიდან შექმნა სულიერი სამყარო და მატერიალური. აქედან გამომდინარე, ჩვენი გაგებით ეს სამყარო არის ცუდი და ის სამყარო არის კარგი. და ეს უკვე არასწორია დასაბამში, ცუდი სამყარო. შენი ცუდი შვილი არსებობს? ან შენი ცუდი რაღაცა გაკეთებული? ყველა ღმერთის გაკეთებული, ყველა სამყარო არის ღმერთის შექმნილი უბრალოდ. ყველა სამყარო არის კარგი სამყარო, ორივე სამყარო არის იმისთვის, ორივე სამყაროს ერთმანეთი ჭირდება, მაგრამ სულიერ მატერიალურ სამყაროს ჭირდება სულიერ სამყაროს, ვიდრე პირიქით. შესაბამისად, სულიერ სამყარომ შექმნა მატერიალურ სამყარო თავისთვის, იმიტომ რომ იქიდან სულებს შეძლებოდათ დაბადება მატერიალურ სამყაროში და აქედან გაუნჯობესებულები, ნასწავლები და უკეთესი ბრუნდებიან სახლში, თავის მუდმივ სახლში, სადაც ჩვენ ყველანი მუდმივად ვცხოვრობთ. ამის
ეს შეგვიძლია რომ ამისი გჯეროდეს, შეგვიძლია არ გჯეროდეს, არ გვაინტერესებდეს არც ერთ შემთხვევაში არავისთან დამნაშავეების და არც რაღაც ბრალეულობა, ან რაღაც ის რომ ჩვენ ამ ცხოვრებაში ისევ ცხოვრობთ, რომ არ ვითვალისწინებთ სულიერ სამყაროს, ეს დავუშვათ დღევანდელ ის რომ ჩვეულებრივ ადამიანმა იმუშაოს და პროდუქტიული იყოს რაღაც აკეთოს, ხელი არ ეშლება, ურწმუნო ადამიანსაც ხელი არაფერი შეეშლება და არც მორწმუნეს არ ეშლება ხელი. ეს არის ჩვენი ასარჩევი, გვინდა გჯეროდეს თუ არა. ამას ავირჩევთ იმ შემთხვევაში თუ კარგად გვეცოდინება რა ინფორმაცია შეგვიძლია რომ მივიღოთ, იქიდან გამომდინარე რომ რამ შეიძლება გაგხვდეს უკეთესი. შენი აზრით ამას ახლა ხო, ეს იმიტომ უცებ ესეთი მოკლეს მიმოხილვა ხო არა, კარგად დაახასიათე ყველაფერი. შეიძლება რომ ჩვენ რაღაცებზე უფრო ამ ლაპარაკის საშუალებით ამ დისკუსიაში დაიბადოს ჭეშმარიტება და გავიგოთ რა გვირჩევნია, რა გვინდა საერთვიაროთ და რა იქნება ჩვენთვის რა გაგვახარებს და რა იქნება უკეთესი, იმიტომ რომ სულიერ მდგომარეობა იმდენად ცვალებადია ზოგადად იმ ადამიანისთვის, რომელსაც განსხვავებული სულიერ მდგომარეობა აქვს, ერთი რომელიც დაბალი სულიერ მდგომარეობა და მეორეს მაღალი, ერთი და იგივე ყოფა ერთისთვის გაუსაძლისია და მეორესთვის ბედნიერება. ამიტომ თუ კი ეს შესაძლებელია, გამოდის კითხვას, რომ თუ კი შესაძლებელია ვიყო ბედნიერი, იგივე მოცემულობაში, რატო უნდა ვიყო დავუშვათ უბედური, როცა შემიძლია ვიყო ბედნიერი? ან თუნდაც ნეიტრალურ მდგომარეობაში ვიყო, არც ბედნიერი ვიყო, არც უბედური ვიყო, მაგრამ უფრო ვერ ანუ სრულფასოვნად ვერ ვიცხოვრო, ვიდრე სრულფასოვნად ვიცხოვრო, როცა ბედნიერი ვარ. ამისათვის რა არის საჭირო? საჭირო არის რომ მქონდეს მაქსიმალური ცოდნა სამყაროსი, სწორად ვიცოდე რა უნდა ჩემგან სამყაროს და მე რა მინდა სამყაროსგან. აქედან გამომდინარე, გავიგო ამის გარდა ცივილიზაცია, სადაც ვიბადები, ვალდებული ვარ, ამ ცივილიზაციას თავის განვითარებაშიც და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეც ის წვლილი შევიტანო, მეც დავუშვათ გადასახადო ვიხადო, სკოლაში ვისწავლო და იგივე დავეხმარო იმ ცივილიზაციას, სადაც დავიბადე, იმიტომ რომ ეს უკვე მოცემულობა, რომელიც აუცილებლად უნდა ვაკეთო და ამის გარდა მრჩება დრო იმისთვის, რომ დავეხმარო ჩემ თავს, ჩემი მეგობრებს და დანარჩენი დრო უკვე მე ვირჩევ რისთვის გამოვიყენო. ანუ ყველაფერს აქვს. ის არის ესეთი დავუშვათ არის ესეთი მოსაზრება, რომ თუ კი ჩვენ განსაზღვრავთ აღიარებთ იმას, რომ ჩვენ გულში მივხვდით დავუშვათ, რომ არსებობს ღმერთი და გვჯერა, რომ არსებობს ღმერთი, რომელთვისაც დავუშვათ შეგვიძლია აი მარტივად ვიზახი, შეგვიძლია დღეში 24 საათში რამდენ წუთს დავუშვათ შეგვიძლია გამოვუყოთ ღმერთს. აი მარტივი შეკითხვა ლოცვის სახით. თუნდაც 5 წუთი. ამ შემთხვევაში აი როდესაც ვამბობთ იმას, რომ დავუშვათ აი ლოცვის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია და ეს რაღაც საათობრივი ლოცვა და იმის კეთება, რაც მიღმიერია და არ არის ზოგადად არ ჩანს. ხო, ვიღაცამ შემთხვევაში რა საჭირო არისო, ხო. საჭირო ამის კეთება. ერთადერთი კითხვა რომ დავუსვა ადამიანს, რომ იმ აბსოლუტმა, რომელმაც შენ მოგცა უპირობო სიცოცხლე, რომელიც შენ უკვე გაქვს. ამას თუ აღიარებ და შენ პიროვნებაში, შენ თვითონ ვერ ყოფ დღეში 2 წუთს იმისთვის, რომ გამარჯობა და მადლობა თქვა და მამაოჩვენო თქვა და მე დავუშვათ საჭმელი ჭამონ ადგილ ლოგინიდან, ამას თუ ანუ აი 5 წუთს თუ ვერ ყოფ, აუცილებლად შენი თავის წინაშე, შენ თვითონ შენს აქციას არ გაამართლებ. რაც არ უნდა საკუთარ თავს შეიძლება არ უპასუხო, მაგრამ შენი ყოველთვის ანუ შენი თავის წინაშე რასაც ამართლებ და რასაც აპატიებ, ის ყველაფერი გეპატიება, რასაც შენ თვითონ ჩათვლი, შენ თავს ვერ აპატიებ, აი ეს აქცია არ უნდა აკეთო. ეგ არის ჩემთვის ანუ ის წყალგამყოფი, საიდანაც მე ვხვდები ანუ რა მჭირდება, რა შემიძლია რომ ჩემთვის დავაიგნორო და რა შემიძლია რომ ვერ დავაიგნორო, იმიტომ რომ საბოლოოდ რასაც ვეძახით მე სიცოცხლიდან გასვლას და განკითხვის ჟამს ზოგადად ეგეც ისა რა ქვია არასწორი ინტერპრეტაცია ბევრისთვის. ნუ იმ დროს ესე დაიდახეს ხო. შენივე სულთან, რომელიც მაგრამ შენ ხარ შენივე თავის სარკე, სადაც შენ თავს რასაც ვერ მოატყუებ, იმას ვერავის ვერ მოატყუებ, იმიტომ რომ შენ თავს ვერ ატყუებ და შენი თავის წინაშე, რასაც შენ თავს პატიობ,
იმას ავტომატურად პატიობს სამყარო. ხო არიან რაღაცეებს თვალებს რო ხუჭავენ მაინც აი თავის თავზე იციან რომ რაღაცა პრობლემას აკეთებ არ სწორი რაც უჩხიგებს მაგრამ აი კი მაგრამ საბოლოოდ თუ შენ თვითონ ჩათვალე ადამიანმა რომ შენ გვეცნობიათ ეს მაინც გჩება შენ თუ ჩათვალე რომ შენ არისო ეს საქციელი საპატიებელი თუნდაც სხვისთვის მაგრამ შენ თავს აპატიე სიცოცხლის დასასრულისკენ უკვე რომ მიდიხარ და როდესაც უკვე უერთდები შენ უმაღლეს მეს იმ სულის ნაწილს რომელიც სულის სამყაროში დარჩა აი იმ გაერთიანების მომენტში ამას ყოფს აუცილებლად შენ თავს წამოუყედ ანუ უკვე შენ დამკვირვებელი ხდები შენივე საქციელს უკვე აღარა ხარ ლევანი ხარ უკვე ის სული ძირითადი რომელიც ღმერთმა გააჩინა და იმ გადმოსახედიდან შენ უკვე როგორც განკითხული კი არა და ისეთი ჩანხარ როგორც უნდა იყოს სინდისიანი ადამიანი როგორც სინდისის წინაშე მართალი რო ხარ და აბსოლუტურად ანუ ყველაფერს ღიად ხედავ და არაფერს არ მალავ მაგ მდგომარეობაში თუ შენ ეგ არ გაწუხებს და მაგ მდგომარეობაში თუ არაფერი არის ისეთი რამაც შეიძლება ოდნავ მაინც დისკომფორტი შექმნას მაშინ ეგ უკვე აპატიები ამბავია თუ არ არის ეგრე ოდნავ მაინც აი შემეშალა მოვიტყუე მაგრამ ვიძახი არაუშავს მაგრამ სიამოვნებაში მე შემთხვევაში არ ვაპატიე და გადავდე თაროზე დავივიწყე და დავამთავრე ისე რომ ეს საბოლოოდ მე რო უკვე ჩემი სული რომელიც გამოვიდა სხეულიდან და ის ინფორმაცია ახლა როგორი მნიშვნელოვანი მომენტია როდესაც შენი გონებიდან მიგაქ ის ინფორმაცია რაც გჭირდება ოღონდ რა თქმა უნდა კარმული არა რაც არ გჭირდება და არაფერი ვიბრაციაზე გავლენა ვერ მოახდინა ამათ თუ მდგომ დავუშვათ ჩვენ დღეს მთელი დღე ვისაუბრეთ ამან სულიად არც მე გამზარდა არც დამწია დაბლა და არცნაირი ცვლილება არ მოხდარა ამ ინფორმაციის შედეგად ის დღე როდესაც გავუწევთ არაფერი არ იყო არც დადებითი არც უარყოფითი მაგრამ თვითონ ეს ინფორმაცია და ეს დღე არსებობს მე როდესაც მივიდივარ სულ ეს სამყაროში მე ვირჩევ ეს დღე მე წავიღო როგორც მეხსიერება თუ არ წავიღო ყველა დღეზე და იმაზე ეგრე ხო კონკრეტულზე ვიზახი კონკრეტულზე მაგრამ ხო არის მომენტები როცა არ წავიღო მე შემიძლია არ წავიღო თუ ამას არ აქვს ნახე რატო გეუბნები თუ ამ წაღება არ წაღებას ანუ მე ინფორმაცია იმ მან დედამიწიდან რო გავდივარ ინფორმაცია მიმაქვს ხო რისთვისაც მოვედი ამ ინფორმაციიდან ნუ გაკვეთილები ხო სასწაულად რა ამ ინფორმაციიდან მე რომელი ინფორმაციაზე არ მეჭირდება ანუ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მჭირდება თუ ის არაფრის მომცემი არა აი კომპიუტერშიაც ფაილების მაგალითზე რო ვთქო ხო ფაილების მაგალითზე ეს არ გინდა და წაშლი არ მჭირდება ეს ფოტოები ესენი გადავიღე არასწორად და ამას შელი ესევე ვაკეთებთ ჩვენც ანუ ზუსტად იგივე პრინციპია ოღონდ ვერ შლი იმას რასაც პასუხისმგებლობა გაღება ეგ ეგრე წაშალდა წახვედა ეგრე არა ხო ის არის სისტემის და პროგრამის ნაწილი რატომაც შეიქმნა ალბათ ის ხო ეს ფაილები არის რომლებიც შეგვიძლია ის ტრეშ ფაილები იყოს რომელიც შეიძლება გადაყარო აქედან გამომდინარე ეს უკვე არის მნიშვნელოვანი იმდენად რომ ყოველი ჩვენი დღე გატარებული მატერიალურ სამყაროში მნიშვნელოვანი არ არის მნიშვნელოვანი არის ის რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ანუ ჩვენ თუ ანუ რისთვისაც მოვედით ეგ რო შევიმეცნოთ თუ 3-4 წლის სიცოცხლე აბსოლუტურად არაფერში არ წერია ის 3-4 წელი ჩვენ ცხოვრებაში რომელიც გავატარეთ ისე რომ იქ ვერაფერი ვერ შევიძინეთ ვერ სულიერად და ვერაფრით წინ ვერ წავედით ის ფაქტურად იმის საჭიროება რომ სულიერ სამყაროში წაიღო ეგ როგორც ინფორმაცია აღარ არის ხო გასაგებია ამიტომ ეს სურათიც უკვე ნახე რა კარგ რაღაცას გაჩვენებს იმას გაჩვენებს რომ შენ კონკრეტული რაღაცეებისთვის ხარ მოსული ეგ როგორ უნდა გაიგო რისთვის ხარ მოსული შენი მისია რა არის როგორ უნდა გაიგო რისთვის ხარ ხშირად ხო არის რომ აი დაკარგულები ვართ და აი ვეძებთ ეს არის ძალიან რთული პრობლემა ზოგადად პრობლემაც არის და ზოგადად იწყება ყველა ცხოვრება ბავშვობიდან ჩვენ ბავშვობაში 5 წლამდე ამბობენ რომ ყველაზე მეტად ინფორმაციულად ადამიანს 5 წლამდე მოყვება უკვე სულისგან ხო დაკავშირებულია კიდე ასტრალურ სამყაროსთან ხო დაკავშირებები აქვს ასტრალთან და მოყვება იქიდან ინფორმაციულადაც და შეგრძნებებითაც მოყვება ის რასაც იმ წუთისთვის თვითონ აანალიზებს შემდგომში უკვე ეს ავიწყდება 5 წლის მერე იწყებს უკვე ჩვეულებრივ ცხოვრებას მაგრამ საინტერესო ის არის რომ ის ქვეყანა
ის საზოგადოება, ოჯახი ის დრო, ყველა, ხო. ის ოჯახი, ყველაფერი არის კავშირში სულთან და სული აბსოლუტურად ყველაფერი სულისთვის ცნობილია. ეს იმას მაგის არჩევანია ამის ცნობიერი, ხო. არჩევანია ცნობილი, რომ სულ ეს სამყაროში ძალიან ძალიან დეტალურადო გადიხარო შენ ნერვულ სისტემას, გადიხარ შენ მშობლებს და გადიხარ იმ მოცემულობას, რაც შესაბამისად უკვე მისიაც მაგასთან ახლოს არის. ის როდესაც წარმოგიდგენთ გაითვალისწინო რაღაცეები. შენ ხარ კონკრეტულად პილოტი, ანუ ხარ კონკრეტულად მძღოლი და გირჩევ მანქანას, რომელი მანქანასაც აპირებ წახვიდე და იმ საქმე რა ქვია, შეჯიბში მიიღო მონაწილეობა. ამ მანქანის უნდა იცოდეს საბურავები, ძრავი, რა ქვია, მოქნილობა, როგორ მუშაობს, როგორ დადის. აი იგივე არის, უნდა იცოდე და ამ მანქანას რომელსაც ირჩევ, კონკრეტულ მანქანას ყავს კონკრეტული ბრენდი აწარმოებს ამ მანქანას და ის ბრენდი რომელსაც აწარმოებს გეუბნება რომ ჩვენი უპირატესობა მანქანის არის ამაში და იმიტომ რომ ჩვენ დახელოვნებულები ვართ რომ ეს მანქანა იყოს ესეთი მაგას მაგარი ძრავი კონდეს ან მაგარი აეროდინამიკა ყველაფერი მაგარი ვერ ექნება შესაბამისად ოჯახსაც ეს რიჩევს რომელსაც ის მიმართულება გვჭირდება რა ის გვარის ეგრეგორი რა მიმართულებითაც ვითარდება მაგაზე სულ მქონდა კითხვა რა იცი რომ ეგ არის ძალიან საინტერესო ანუ შეგილია ანუ ეს მენიუსავით არის დავიჯერო და კარგად მინდა ჩავშალოთ ეს იქაური სამყაროს არქიტექტურაც მაგრამ გამოკიდებული იმაზე შენ რა ამოცანა დაისახე მენიუსავით არის იმ შემთხვევაში თუ შენ ამოცანა გაქვს დასახული შენზე არის დამოკიდებული რა მოთხოვნილების და რა მისის რა ეტაპზე იმყოფები ზოგადად როგორც სული განვითარების ხო სულის როგორც სული იმყოფები ანუ სული უკვე ხარ რაღაც ეტაპზე და მე კონკრეტულად იბადები კონკრეტულ ოჯახში როდეს იმ ანუ შენთვისაც ეგ ანუ ის სიცოცხლე რომელშიც შენ ცხოვრობ თუნდაც დღეს და ჩვენ ვცხოვრობ ეს სიცოცხლე ჩვენი გაგრძელებაა თანამედროვად ეს ანუ ნულიდან დაწყება არ არის ნულიდან დაწყება მარტო იმიტომ არის რომ ნულიდან დაწყება რომ ყველასთვის ერთნაირი იყოს მაშინ ყველა ერთნაირ პირობებში ვიქნებოდით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორები იქნებოდით მატერიაში მაგას გულისხმობ მატერიაში ყველა იქნებოდა ერთნაირი ნიჭით ერთნაირი განვითარებით ზოგი არის ზოგს რაღაც აქვს ძალიან განვითარებული ზოგს რომელიღაც გვარს რაღაც არ აქვს განვითარებული შესაბამისად ჩვენ ყველანი დაბადებულები აქვთ ცდილობთ ყველას პრობლემა ნაწილობრივ მოვაგვაროთ მათ შორის ჩვენიც უკეთესი გავხადოთ დაუშვათ გვარი ყავს რომლებიც არიან მათემატიკოსები ჩვენ ვიბადებით იმ გვარში რომ ჩვენთვისაც მათემატიკა ძალიან სწორი და მისაღები ენა არის საზოგადოებასთან ურთიერთობის და იბადები ანუ მათემატიკოსი უკვე იბადები იმ ოჯახში სადაც გინდოდა რომ ეგ სკილები გაგანვითარებინა მაგით საზოგადოების დახმარებოდი ხო შენ ბევრ საქმეს ერთად აკეთებ შენ გვარი გაძლევს საშუალებას რომ დაიბადო იმ გვარში რომ იმ გვარის წარმომადგენლებიც არიან სულ ეს სამყაროში რომლებიც გეუბნებიან რომ გონი ჯერ კარგი იქნება აი ეგ რო ავღწეროთ აი იმიტომ რომ მაყურებლისთვისაც გონი უფრო გასაგები იქნება ეს ხო და ეს ანუ რა ხდება იქ რომ ეგრე ირჩევ რომ მე აქ ეს გაცხადდეს ანუ წარმოვიდგინოთ ის რომ მე რა თქმა უნდა კისებუთ ფორმაში ამას არ ვამბობ ამ ყველაფერს ვლაპარაკობ იმ გადმოცემიდან რაც მე მაქვს გადმოცემული და მე როგორც აღვიქვავ ჩემი პრიზმიდან გადმომაქვს ეს ხალხისთვის და ამაზე ვლაპარაკობ ბევრისთვის საინტერესოა ბევრისთვის არის საინტერესო მეორე კიდე იმის თქმა მინდა რომ არავის არ ვაძალებ რომ ეს ვაძალებ კი არა და კორექტულიც არ იქნება რომ ადამიანს მოუწოდო რომ ამის ჯეროდეთ რწმენა არის პირდაპირ ადამიანის თავისი ასარჩევი და არავის არ აქვს უფლება ადამიანს მოუწოდოს რწმენისკენ ეს არის ჩვენი შინაგანი მარტო ღმერთსა და ჩვენ შორის არსებობს ის დიალოგი სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ რა გვჯეროდეს და რისი არ გვჯეროდეს რისი გვწამდეს და რისი არ გვწამდეს ამიტომ მანდ ჩარევა კოგოს მინიმუმ არაკორექტული იქნებოდა ამიტომ ყველა ადამიანს აქვს საშუალება თვითონ ჯეროდეს ან არ ჯეროდეს ამის ჩვენ არ მოუწოდებთ არავის აქედან გამომდინარე მე ვამბობ ჩემი გადმოსახედიდან იმ ანალიზს ვაკეთებ რა ანალიზი ჩემამდე მოვიდა და რისი გაანალიზებას და შემდგომი გავრცელებაც მე შემიძლია აქედან გამომდინარე ამ მოცემულობიდან ვიტყოდ იმას რომ მე როგორც გავიგე
სულიერი სამყარო არის ის ადგილი, ზოგადად როგორც ლოკაცია რა თქმა უნდა არ არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, სადაც არ არის დრო არსებობს სუბიექტურად, ის დრო არსებობს ჩვენთან აქ, იმიტომ რომ აქ არის დასაწყისი და რა თქმა უნდა აქ იქნება დასასრულიც და იმ სამყაროდან სადაც დრო არ არის, იმიტომ რომ იქ არის მარტო დღეს. მარადისობა არის, დღეს არის სტაგნაცია და ამ სტაგნაციაში და ამ მარტო განწყობაში, სადაც დღეს ახარ და ეხლა ხარ, შენ იქიდან რა თქმა უნდა აღიქვავს მატერიალურ სამყაროს, იმიტომ რომ იქ არსებობს დრო, როგორც სუბიექტურად. ამ დროს შენთვის არ არსებობს და განსხვავება ის არის, რომ სულიერ სამყაროში სხვადასხვა სულებისთვის დრო გადის განსხვავებულად, იმიტომ რომ ზოგი უფრო დაუშვათ და როგორ კონცენტრირებულის რანაირად დრო თუ არ არის დრო არ არის კონკრეტულად ანუ არ თენდება არ ღამდება ხო სულ არის ერთი აწყო მაგრამ დრო როგორ გადის ერთისთვის სხვანაირად იმ საფეხურზე რაც საფეხურზე შენ იმყოფები სულიერ სამყაროში შენ იმყოფები კონკრეტულ საფეხურზე იქ ბევრი საფეხურებია სხვადასხვა, სადაც ერთი სულიერი მდგომარეობის ხალხი არიან ერთ საფეხურზე. ანუ ყველას რაც თავის შინაგანი დრო აქვს, თითქოს ეგრე? როგორც შინაგანი დრო აქვს ყველას თავისი, იმიტომ რომ ყველას თავისი გამოცდილება და შეგრძნება უკვე აქვს რაღაცა შეძენილი. ხო, დედამიწის სხვა სკოლა გამოვლილია, ხო? აუშა თუ არ აქვს გამოვლილი, სხვა სამყაროში ნაცხოვრები თუ კი სადმე არის. თუ არ სად არის, ეგეც კონკრეტული მოცემულობა. ყველა მოცემულობას აქვს თავისი კონკრეტული მდგომარეობა. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მე დავუშვათ რთული იმას, მე დედამიწიდან დაბრუნებული ვარ, ცოტა ხნის წინ დავუშვათ და შენ არ ხარ დედამიწიდან დაბრუნებული, შენ დავუშვათ პლაზმოიდებში ცხოვრობ. კონკრეტულად სხვა ბიოლოგიაში და სხვა ჟანრში, ხო. ხავი რაღაცა სამყაროში და შენ იქ იცხოვრე დავუშვათ 2 მილიონი წელი, მე დედამიწაზე ვიცხოვრე 80 წელი. მაგრამ განსხვავება იმაში რომ რამ დონეზე მე აღვიქვავ 80 და შენ აღვიქვავ იმ დავუშვათ მილიონ წელს, რომელიც სადაც გატარე, ჩვენთვის თითქმის განსხვავება არ არის. იმიტომ არის რომ უკვე როგორც იტყვიან ლინეიანი დრო, ანუ ეს წრფივი დრო შენ უკვე აღარ გეხება და ის შეგრძნება რაც გადმოიტანე, იმდენად გახსოვს და იმდენად შენთვის განგრძობილია და იმდენად ან დასეივებულია კომპიუტერში რამდენადაც შენ გინდა რომ ეგ აღიქვა. აქედან გამომდინარე, დილით რო ვიღვიძებ და სიზმრიდან რო აზრი გამოგვაქვს, რომელიც დავუშვათ გრძელდებოდა 2 საათი და გრძელდებოდა 5 წუთი, იმ დროს შენ უკვე გაიღვიძე, იმ დროს ვეღარ ხვდები, იქ რამდენი ხანი იყავ. სიზმრე რამდენი ხანი. მაგრამ გახსენება შეგიძლია, აი რეპლეი შეგიძლია უკან. რო იხსენებ, რო იდიდდება ის მერე. და შეგიძლია ათაბაშო უკვე დროში რაღაც. აქედან გამომდინარე, შენ განსაზღვრავ. თუ კი დროს შენ განსაზღვრავ, ესე იგი შენ დროის მიღმა ხარ. დროის მიღმა როდესაც ხარ, ესე იგი არ ხარ მატერიალურ სამყაროში. თუ ხარ დროის მიღმა. შესაძლოა ეს ძალიან საინტერესოა საფიქრელათაც. ძალიან საინტერესოა. ხო, თან ცოტა რთული თემაც არის, საკმაოდ კომპლექსური არის. შენ გინდა რომ დაინახო ის, სადაც არ ხარ. და იმის დანახვა ფიზიკურად ძნელია, მაგრამ შეიძლება ჩვენ ესე გავზადოთ ჩვენი წარმოსახვა. წარმოსახვის ზრდა არის კონკრეტულად ესეთი ანუ მიმართულება, როდესაც ადამიანები მედიტაციებით, წიგნის კითხვა ძალიან აძლიერებს ადამიანის წარმოსახვას, რაც ძალიან ამდიდრებს მის ზოგადად მდგომარეობას, ფიზიკურსაც და კუნცავარჯიშებს, გონებას და გონებრივ აზროვნებას და ზოგადად ანალიზსაც აძლიერებს. აქედან გამომდინარე, წარმოსახვა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სულისთვისაც და ჩვენ დღევანდელობისთვისაც. აქედან როგორც ჩვენ წარმოვსახავთ და როგორც გავიგებთ და რაც მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ, ესე ვეხმარებით ჩვენ თავსაც და ბევრ აღმოჩენებსაც გავაკეთებთ და ბევრ რაღაცას ჩვენ მივხვდებით უკეთესად, თუ კი ჩვენ დავინახოთ მთლიან სურათს. აი მთლიან სურათის დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს რაზეც მინდა ძირითადად ვილაპარაკო და გავამახვილო ყურადღება, რომ აი როგორ დავინახოთ მთლიანი სურათი, რაც მეტი სურათი, დიდი სურათი ეცოდინება ჩვენს ცივილიზაციას. ხო, რეალობას უფრო სრულფასოვნად აღიქვამს. სწორად წავალთ და მით უფრო მალე გავივლით რაღაცებს, რაც შეიძლება დღეს გვიჭირს. ერთადერთი, ანუ რამოდენიმე პრობლემას გამოყოფთ, რა ზოგადად მე სალკე ის რაღაცა ცოდნები მივიღე, რაღაცა წავიკითხე, შევაჯერე ბევრი წლების ინფორმაცია, მომეცა იმის საშუალება, რომ სადღაც ერთ-ორ ადგილას ეს გამოვხატე, ეს რაღაც ლექცია
ეს არის რაღაც მე თვითონ სალონურ შეხვედრაზე გამოვედი და ხალხთან დავშოთ 50 კაცთან რამოდენიმე დავშოთ შეხვედრა ჩავატარე აქედან გამომდინარე მე გავაკეთე დასკვნა რისი გაუნჯობესება შეიძლება საბოლოოდ კიდე რომ გავიგოთ ყოველთვის მქონდა ეს ინტერესი რომ usmenდი იმ ადამიანს ვინც ამბობდა რომ აი ჩვენ უცხო ცივილიზაციებთან მქონდა კონტაქტი ლაპარაკი აი ეს ანუ აბსოლუტურად ანუ თუკი მაგაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. თუკი შენ ფიქრობ იმას რომ თუკი მართლა ქონდა ადამიანს უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტი, მაშინ კითხვებიდან დამომდინარე, პასუხებიდან გამომდინარე, მამდულად მიუხვდები ეს ეგრე იყო თუ არ იყო, იმიტომ რომ არ შეიძლება ისეთი ინფორმაცია შენ მოიტანო, რომელიც აბსოლუტურად არავინ არ იცის და იმის დაჯერება შეძლო, შენ თვითონ მიხვდე რომ ეს მამდულად მართალია. ამას ინფორმაციიდან გამომდინარე აუცილებლად თუკი უცხო ცივილიზაციას ვინმე ელაპარაკება და მას ელაპარაკება ხანგრძლივად უსმევს კითხვებს და ეს პროცესი არ ჩერდება და გრძელდება საშუალება ეძლევა უკვე მთლიანად კაცობრიობას რომ ამ კითხვებიდან პასუხებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ კითხვას გასცეს პასუხი. წარმოდგენა შეექმნას რა ხდება საერთოდ. რატო ხდება როგორ ეს არის ერთი მხრივ დახურული თემა ესაც ვიცი რატომ არის დახურული თემა და ჩემს და გასაკვირად აღმოვაჩინე რომ თურმე ამას ზოგადად პლანეტარული პრობლემა არის ეს, როდესაც ჩვენ პლანეტის მასშტაბით ერთი პრობლემა ის არის, რომ ტექნიკურად ვერ ვძვით ამას, როგორც ცივილიზაცია და არ გვინდა ეს ინფორმაცია გავრცელდეს, ცოტა მიმალული და მიჩქმალულია. მეორე მხრივ კიდე ამას აქვს თავის სულიერი ახსნა, ყველაფერს ასაც აქვს მატერიალური მიმართულება. სულიერი ბექგრაუნდიც აქვს. აქვს თავისი სულიერი ახსნის გარეშე არ არსებობს მატერიალურად რაღაცა ქმედება რაც ხდება. ამის სულიერი ახსნა რა გამოდის? იმიტომ რომ ანუ ცნობიერად მეც მესვის რატო შეიძლება და უნდათ რომ დამალონ რომ ზოგმა შეიძლება ვერ გადახარშოს უბრალოდ ეგ ინფორმაცია ვერ მიიღოს და გარეკოს ან რაც რო წარმოიდგენ რომ ეს ყველაფერი რაც ამდენი ხანი უსვენ მართლა რეალურია, მართლა არსებობს და აი ხანდახან მეც მიჭირს რომ მართლა რომ გამოაცხადოთ ხო ტელეფონში რომ ჩამოფრინე შეიძლება მეც გავრეკოთ ხო იმის და მიუხედავად რომ ძალიან მიყვარს ეს თემა. ხო და შიში არსებობს. ხო და შიში არსებობს. რატოა ეს? იმიტომ რომ ჩვენ სულიერად არ ვართ ამისთვის მზად. აი სულიერად მზად არ ყოფნა. სულიერად მზად არ ყოფნა არის მთავარი მიზეზი. მომწიფება გვინდა კიდე ანუ. მთავარი მიზეზია და რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შიში. ეს შიში გამომდინარეობს გადარჩენის ინსტინქტიდან. გადარჩენის ინსტინქტი თუ დავუშვათ აღმოსავლურ რელიგიებს გავითვალისწინებთ და იმ ცოდნას ცოტა სიგნალურად შევხედავთ, გადარჩენის ინსტინქტი არის ადამიანის 7 ენერგო ცენტრი, რომლითაც ცნობილია რომ 7 ენერგო ცენტრი არის ის ენერგეტიკული კვანძები, რითაც ამ ენერგეტიკულ კვანძებს არის ამაზე არის გადაფარებული როგორც ეთერული სხეული და ეთერული სხეული როგორც ადამიანის ერთ-ერთი კიდე სხეული, ეთერული სხეული არის ის სხეული, რომელიც არის ბმაში სულიერ სხეულთან. სულიერ სხეული ეთერული სხეულის დახმარებით ებმევა ელექტრომაგნიტურ იმპულსებს ნეირონებში, რომლებიც უკვე ინფორმაციას სულიდან გადმოსცემენ სხეულში. თუ არა შუა გამტარი არის ასე ვთქვათ. ხო, ეთერული რო არ იყოს, ეთერული სხეული რო არ იყოს, ამ შემთხვევაში სული ვერ ჩაისახებოდა სხეულში. იმიტომ რახან ზოგადად თუ კი მატერიალურად შევხედავთ ამას ყველაფერს, ანუ სულიც მატერია გამოდის, ოღონდ ძალიან თხელი. ნატიფი ხო? თხელი, მაგრამ რაღაც არსებობს, ხო ის ხო სხვა ვიბრაციულ ხარისხში მყოფი. უფრო მაღალ. ხო, უფრო მაღალ, იმიტომ რომ აღარაა უხეში და მყარი. ჩემი ცოდნით, სულის სინატიფე შეიძლება განისაზღვროს ციფრი, რომ მივანჭოთ 60. მე-60, თუ კი მე-3 არის ჰაერი. ხა როგორ ახსნათ ეს? მე-3, ანუ მაგ-60-ში, ხო. სიმყარე არის წყალი, მეორე სიმყარე არის, მე-3 სიმყარე არის ჰაერი, მეორე სიმყარე თავის სიმყარის დონით, მეორე ყველაზე უფრო მყარი ვიდრე მე-3-ია, არის წყალი და პირველი ყველაზე მყარი არის მიწა. მიწა, წყალი და ჰაერი არის მერე არის ცეცხლი მეოთხეზე. არა, ცეცხლი მეოთხეზე სტიქია. მე აქ სიმყარეზე ვლაპარაკობ.
ცეცხლის სტიქია და ცეცხლიც როგორც სტიქია ანუ გადის ამ სამში. მეოთხე, რომელიც კიდევ უფრო თხელია ვიდრე აერი, მეოთხე სიმყარე. მეოთხე სიმყარეს უკვე ჩვენ ვეღარ ვხედავთ, რომ მეოთხე სიმყარე აღარ ეკუთვნის ამ განზომილებას. მაგრამ მეოთხედან 59-ის ჩათვლით თხელდება სამყარო და მე-60 არის სული, რომელიც უკვე მატერიალური აღარ არის. ნახე ხარ აქ რა არის საინტერესო ამის ახსნას ზოგადად პირველ რიგში ამის ახსნას ვიწყებ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ სამყაროს სურათის დასანახად, რომ ჩვენ მე-60 ცოტა მათემატიკაზე მოსაწყენ რაღაცას ვლაპარაკობ, მაგრამ ეს საჭირო არის, რომ შემდგომში ხო, სტრუქტურა რაღაც არის. გავიგოთ რაზე გვაქვს ლაპარაკი, უფრო კარგად გაიხსნება ზოგადად თემა გაიშლება. მე-60 ყველაზე თხელი წარმოიდგინე, რომელიც უკვე აღარ არის ფიზიკური სამყარო. ფიზიკური სამყარო იწყება უკვე 59-დან და მე-3-დან პირველის ჩათვლით, ხო, ფიზიკური სამყარო. მატერიული სამყარო არის ფიზიკური სამყაროს მარტო არის 59 საფეხურიც ფიზიკურის არის? მე მეგონა, ანუ თუ მატერიალურ. მე საერთოდ როგორ ვიცოდი, იცი რომ მე ცეცხლი აქვს, ცეცხლის მე უკვე ეთერი და ნუ მე მიუყვება და მიუყვება. ერთ-ერთი არის, როგორც ამ 59-ში შედის. ხო. დავუშვათ, მე-10 სიმყარე არის ეთერი. ხო. ამ მე-10 სიმყარე ერთვება მე-3-დან, მე-2-დან პირველთან და მე-10-დან უერთდება იქიდან მე-60. ეს არის რაღაც ესეთი ანუ ეს სხეულები არის ერთ-ერთი გადამყვანი ისო ანუ თხელიდან გადახვიდა ცოტა უფრო მყარზე, რომ შეძლო მის მართვა. იდეა რა არის? რისთვის გჭირდება? რომ სულმა, რომელიც არის მე-60 ძალიან თხელი, უკვე ის მატერია აღარ არის. ნახე? რახან ის მატერია აღარ არის, ლოგიკურად გამოვიდა სწორად. ესე იგი, ის არის უკვდავი. თუ კი ის მე-60 არ არის მატერია, მაგრამ რაღაცა სითხელე ხო აქვს თავისი რაღაც ხარისხი აქვს კი. ხო, ანუ ის უკვე ის ღმერთის ნაწილია. ღმერთის ნაწილია უკვდავი ნაწილია. ღმერთის რომელიც ის ვერც გაიხსნება, ვერც გაფუჭდება, ვერც მოკვდება, ვერც დაიბადება, ის არის სულ მარადიული, ის არის მე-60 ის სულის ნაწილი, რომელიც ჩვენ ვართ, ანუ ფაქტობრივად მაქედან გამომდინარე ხვდებით, რომ ჩვენ ვართ უკვდავები. იმიტომ რომ ჩვენში არის ეს მე-60 სული, რომელიც შედგება თავის გონებისგან, თავის გულისგან და თავისი ანუ იმისგან, რასაც ჩვენ წარმოვადგეთ. ამის გაცნობიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ გზაზე, როცა ჩვენ გვინდა გავიგოთ ზოგადად რა გვინდა რომ ვიცოდეთ და საით გვინდა რომ წავიდეთ. ეს უმნიშვნელოვანესია ცივილიზაციისთვის იქნება უნივერსალური ჩვენი ცივილიზაცია ამ დასკვნას უკვე მეცნიერულად მივა და ამას პირდაპირ დააბეტონებს და გაამყარებს და ამას ყველა დაეთანხმება. ამ ეტაპიდან უკვე დაიწყება ჩვენი ის სწორი განვითარება, რომლებიც დავუშვათ სხვა ცივილიზაციებს უკვე აქვთ. ეს ანუ ჩემი გადმოსახედიდან. აქედან გამომდინარე, ის მე-60 რომელიც არის დღეს ცოტა გამიგზელდა, მაგრამ მინდა რომ კარგად ავხსნა. ეს მე-60 რაც არის ყველაზე თხელი, უკვე 59 უკვე არის მასზე ერთი, უკვე ის არის უკვე მატერიალური სამყარო. ანუ სულიერი სამყაროდან ყველაზე ოდნავი, ანუ სულიერი სამყარო შექმნა მატერიალური სამყარო, ეს მანვანტარა, რასაც ეძახიან სამყაროს შექმნის ციკლი, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული დრო და ეს დრო დღეისთვის მე როგორც არ მეშლება განისაზღვრება რაღაც 150 მილიარდი წლით, რომლის 14 მილიარდი უკვე გასულია. ანუ ეგ არის საერთოდ გამური დრო. რაშურს არის წარმოგიდგენია? ანუ 14 სამყაროს აღსასრული რაშურს არის, ანუ 14 მილიარდია ჯერ გასული თუ 18. და ეგ რა კულტურის მიხედვით არის ეგ დადგენილი? ანუ ვისი წარმოდგენა არის? ეს არის სამყარო, აქ არის გაერთიანებული აღმოსავლური ცოდნა, აქ არის გაერთიანებული კონტაქტური ცოდნა, რომლებიც ანუ ხო რაც მიქსია, ვთქვარი, ხო? ეს ყველაფერი ზოგადად ეს მიკროფონი რაც ამ ყველაფრის მიქსიდან გამომდინარე ის სურათი გამოჩნდა, რა სურათიც ნიშნავს, რომ თვითონ მატერიალურ სამყაროს ციკლი თუ არის სადაც მიახლოებით ვიზახ ციფრებს, რომ ცოტა წარმოდგენით მივხვდეთ რა შეიძლება ლაპარაკი 150 მილიარდი წელი, ამ 150 მილიარდ წელიწადში ეს ყველას ანუ 59-ს ეხება. აქედან გამომდინარე ამის თვითონ ფიზიკური სამყაროს ანუ წარმოგიდგენე ის ენერგია რომელიც გამოვიდა სულიერი სამყაროდან ენერგია რომელსაც ქვია სიყვარულის ენერგია მე-60-დან გამოვიდა ანუ ის ანუ ღმერთის სიყვარული რომელიც იყო უსასრულო
სიყვარული, რომელს თქვა რომელს ნება იყო, რომ სურვილი რომ შექმნილიყო სამყარო, ანუ ამ სურვილმა და ამ სიყვარულმა ანუ გასცდა სულიერ სამყაროს. თვითონ ასახსნელად ეს ლამაზად ჩანს, რომ აი იმდენად უყვარდა ღმერთ სამყარო და ადამიანი იმდენად უყვარდა იმდენად უნდოდა რომ სამყარო შეექმნა მან ამ სიყვარულით ეს ენერგია გასცდა სულიერ სამყაროს და ეს გაცთენა უკვე გადმოდის მატერიალურ სამყაროში, მაგრამ სულიერ სამყაროდან შექმნილი მატერიალური სამყარო ღმერთმა თქვა რომ იყოს სამყარო, ანუ გაჩნდესო ისო, ესეთი ნება გამოხატა, ეს ნება ღმერთმა გამოხატა, თუ გამოხატავს, თუ უკვე გამოხატა, თუ დაამთავრა, იქ ხო ქმედებები არ, ანუ სულიერ სამყაროში სუბიექტურად ახან იქ დრო არ არის, შესაბამისად სამყაროს ქმნის და სამყაროს შექმნა ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, თუ შექმნა უკვე ფიზიკურ სამყაროში ნიშნავს, რომ სამყარო დაიწყო თავისი არსებობა, რაღაც კონდიციამდე მივიდა და ისევ დასრულდა. მე ისევ დაიწყო, ანუ ეს უსასრულოა, იმიტომ რომ სულიერ სამყარო და მატერიალურ სამყარო სულ იქმნება და სულ შეიქმნა, ეგ არის ერთი და იგივე. აი ეგ არის ძნელი გასაგები. რაღაც პარადოქსივით იმიტომ რომ თუ ერთი და იგივე ის რომ იყო და არის, ერთი და იგივე თუა რომ შექმნის და შექმნა, შესაბამისად სულიერ სამყაროში ქმედება არ დამთავრდა, იმიტომ რომ ღმერთს სულ უყვარ ხარ და სიყვარულს ხო როგორც უსასრულო ენერგია, ის არ ცოცხალია და სულ გამოედინება იქიდან. სიყვარული არ მთავრდება. აქედან გამომდინარე, სამყაროს შექმნა შეიძლება მთავრდებოდეს, შემთავრდებოდეს სიყვარული ვერა. ამიტომ სულიერ სამყაროდან შექმნილი სულიერ სამყაროდან გამოსული ენერგია მატერიალურ სამყაროში დროებით, იმიტომ რომ აქ არის დრო, ირთვება დრო, როგორც კი გამოცდა სულიერ სამყაროს, ჩაირთო დრო, ეს უკვე ადვილად გავიგე. ჩაირთო დრო, დაიწყო ხო, მიიღო რაც ფორმები, გამკვრივ და ასე განზომილებებმა ნელ-ნელა დალექვა, თითო საფეხურით ილექება და ბოლოს ჩამოდის იმ უსასრულო დაუშვათ გალაქტიკებამდე, რომელსაც სინამდვილეში ქვია სულ რაღაც სამი სიმყარე. ანუ და წარმოიდგინე ამის ყველაფრის არქიტექტურა და როგორც ვიტყვი, ამის ყველაფრის შემოქმედმა ეს ყველაფერი ისე შექმნა, რომ ეხლა მე რასაც ვაჯერებ ერთმანეთში ამ ინფორმაციებს, ორი სიტყვით რა, ბევრი რო არ ვილაპარო, გამოდის რომ ღმერთმა შექმნა სამყარო ნიშნავს, რომ ჩვენი ხელით შექმნა, იმიტომ რომ ის სულები, რომლებსაც უკვე 59-ში შეეძლოთ უკვე გადასვლა და პირველი გამოცდილების მიღება, იმ 59 განზომილებიდან რა იქნება? ანუ ყველაზე ტონკი პლანზე რო იტყვიან. ხელ პლანზე რა იქნება? იქნება გალაქტიკების სამყაროები, იქნება ენერგიები, რომლებსაც დაუშვათ დრო, როგორც ასეთი, ყველაზე მაღალ განზომილებაში დრო არის უფრო გრძხანგრძლივი, ანუ იქ იბადები 10-20 მილიონი წელი ცხოვრობ. ნელ-ნელა იწელება, სანამ არ მივა მარადში ესე ვთქვათ. იქ აპირიქით, იქიდან ნელ-ნელა ჩამოდის, სანამ იქიდან თუ იხატება ეს ნელ-ნელა. როგორ გამოდის ისი, რომ შენ ხარ არქიტექტორი თეატრის, რომელსაც ჯერ აპროექტებ, მე ხატავ, მე ამას ხაზავ, ამას მე ხატავ, მე ქმნი მაკეტს და საბოლოოდ მე აძლევ უკვე ამის აშენების საშუალებას. მე მუშაც შენ ხარ, იმაში მე ავეჯით შენ შეგაგდა საბოლოოდ იმ სპექტაკლზე, მსახიობით შენ ხარ, როგორც შენ ამას ყველაფერს იმიტომ აკეთებდი, ამას აშენებდი 100 წელი, მაგრამ ის როლი გაქვს 15 წუთიანი. ესე შეიძლება შევადაროთ სამყაროს მოწყობა ჩვენს დღევანდელ აღსრულებასთან. მატერიალურ სამყაროში უკვე ფიზიკურში, სადაც უკვე სხეულში ხარ ჩასახული და აქ რო ლაპარაკობ და ადამიანი ხარ და ეს იქნები ძალიან ცოტა ხანი და რო შევადარო სამყაროს შექმნას და იმაში შენ გაქვს მონაწილეობა მიღებული, ანუ ის არქიტექტურით შენ იყავი, ისიც შენ იყავი და აქაც შენ ხარ, ეს შენთვის არის იმისთვის საჭირო ეს ყველა გამოცდილება მიიღო, მაგრამ საბოლოო სცენაზე მარტო აქ ხარ. მაგრამ ამ სცენას ახლა როგორი ხიბლი აქვს? ამ სცენას აქვს ის შესაძლებლობა, სადაც შენ ერთ როლში შეგეძლია იყო ან მექიმი, იყო ან დედა, იყო ან გამომგონებელი, იყო ან ერის წინამძღოლი, იყო ვიღაცა, ვინც გინდა რომ იყო, რაც შენ მე იქ სახში სადაც დაგაბრუნებს, ამ პასუხზე კითხვაზე გაგაცემის პასუხს, რომ შენი სრული ასრულდა.
ის რომ შენ ეს თეატრი რო აშენე, იმ როლის თამაში გინდოდა რომელი როლი შენ ითამაშე. და შენ ამით უკვე ღმერთის მადლიერი ბრუნდები სახში. და შენი თავის მადლიერის ბრუნდები თუ რა თქმა უნდა შეასრულე მისია, ანუ ვერ შეასრულე. თუ ვერ შეასრულე, რა თქმა უნდა კიდე გაქვს იმის სული რომ ეს კიდე განახორციელო. და ამას აქვს ბევრი სამყარო არსებობს ღმერთის, მაგრამ შენთვის რაც არის მისაღები და შენ რაც გინდა, რა თქმა უნდა შენ წყვიტა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი თავებრივი კანონი არის არჩევანის თავისუფლება. არჩევანის თავისუფლება განაპირობებს ძალიან ბევრ ამას. არჩევანის თავისუფლების არსებობა ზოგადად სულიერ სამყაროში ნიშნავს თუნდაც ჯოჯოხეთის არსებობასაც. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს ესეთი როგორც სიტყვიან აქვს ესეთი შეკითხვა რომ თუ კი ის мама რომელიც ყველას ჩვენი мамაა და ყველა უყვარვართ, მაშინ რატომ არსებობს ის ცუდი ადგილი, სადაც შეიძლება რომ მოვხვდე და ლოგიკურად კითხულობენ მაგას, რომ როგორ ხა მამაჩემა მე რატო ჩამაგდო სარდაფში და დამიკეტა კარები და სიბნელეში რატო ვარ ცუდად, ის ადგილი ხო უკვე არსებობს. ესე იგი თვითონ ფიზიკურად ადგილი ხო არსებობს, სადაც მე მაგდებენ იქ მცეცხლში და რა თქმა უნდა ეგრე არ არის, ეგ არის აბსოლუტური ილუზია და ტყუილი გაგებაში, ზოგადად შეგნებაში, იმიტომ რომ ის იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვინმე შექმნა. შენ რახან ხარ თავისუფალი, შენ თვითონ შეგიძლია არჩიო ტანჯვა. შენ თვითონ შეგიძლია არჩიო იყო მკვლელი. შენ შეგიძლია თვითონ აერჩიო იყო ის, ვის აბსოლუტურად შენ შეგიძლია მარტოე გადაწყვიტო. არავინ არ არის შენზე მაღლა, ვისაც შეუძლია შენ გაწყვეტილებაში ხელი შეგიშალოს აკითხავს რომ ეს არ უნდა იყოს ღმერთმა ეს არ შეგიზღუდა აქედან გამომდინარე ყველაზე დაბალი საფეხურის არსებობს სულიერ სამყაროში და ყველაზე მაგალითს იმიტომ რომ შენ უნდა გადაწყვიტო შენ რა გინდა და არჩევანი შენ უნდა გააკეთო არჩევანის თავისუფლება ყოველთვის არსებობს არჩევანის თავისუფლება აქვს ყველა სულს, ყველა თავის განვითარების ეტაპზე. აი ეს განაპირობებს იმ სამყაროებში ცხოვრების საბოლოო შედეგს, რომელიც შენ აირჩიე. შენ თუ იყავი ისეთი რა ვიბრაციებშიც აღმოჩნდი მე სულიერ სამყაროში, აბსოლუტურად მარტო შენი ბრალია. არავის ბრალი არ არის, მაგრამ სულიერი სამყარო არის ის ადგილი, სადაც არ უნდა მოხვდე, იქ შენი კომფორტული ზონაა, სინამდვილე შენი კომფორტის ზონა და ძალიან ბევრს მათ შორის მამოებს სულიერ წინამძღოლებს ადამიანებისთვის და სულიერად იმ დაუშვათ ქადაგებლებს, რომლებიც ქადაგებენ ღმერთს და მოგვიწოდებენ უკეთესობისკენ და სულიერი ზრდისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის არის, რომ ადამიანებმა უნდა გავიგოთ, რომ ჯოჯოხეთი არის შიგნიდან დაკეტილი კარები. ეგ რას ნიშნავს? უკვე ძალიან დიდ ცulis ზოგადად შეხედულებას ჯოჯოხეთისადმი, იმიტომ რომ თუ კი შენ იქედან დასაწყისში რა მაგალითიც თქვი ხო ჩაკეტილი იქედან შენ თუ მე დამიკეტე კარები და შენ ჯოჯოხეთში ხარ და მან ანუ შენ თვითონ არ გინდა რომ მე იქ შემოვიდე, ესე იგი იქ მე არავის არ ჩაუკეტით ხარ. ეგ უკვე მან ჩანს არჩევანის თავისუფლება. არავის არ ჩაუკეტი ხარ ნიშნავს, რომ ყოფილა ყველა ადამიანს აქვს მდგომარეობა, როდესაც არის დაბალ ვიბრაციებში, თუნდაც სიცოცხლეში. დაბალ ვიბრაციებში ყოფნა რას ნიშნავს? გაღეზიანებული ხარ, დაუშვათ წინა დღეს მიიღე ბევრი ალკოჰოლი, რაც რა თქმა უნდა ცოდვა, იმიტომ არის, რომ აი შემდეგი დღე აქვს ისეთი, რომ ხარ ცუდა და შენი სხეული არის გამოფიტული, მოწამლული, დატანჯული და უძილო და გადაღლილი. ამ შემთხვევაში სულზეც ახდენს ეგ გავლენას და დაღლილი სხეული და მოშხამული სხეული, რა თქმა უნდა სულსაც ტანჯავს. ეს დატანჯული სული ახლა როგორ იქცევა? აი მარტივ მაგალითს გეტყვი. დატანჯული სული, რომელიც იღვიძებს სხეულში, სადაც იტანჯება, აღეზიანებს მზის შუქი, აღეზიანებს ბავშვების ხმა ორი გარეთ, უნდა ჩაკეტოს სიმშვიდე უნდა, სიწყნარე უნდა და მარტოობა. ეგ რას ნიშნავს? აი ხო მარტივად გავიგეთ. ეგ ნიშნავს ზუსტად აი მაგ ვიბრაციებში ყოფნას. და წარმოიდგინე რომ მაგ ვიბრაციებში დატოვეს სხეული. ანუ მაღალ ვიბრაციულ რაღაცას ვერ ღებულობ და დისკომფორტს გიჩენს ხო გაგიწუხებს, ხმაური აღარ ქსიამონი. ყურს გიღიზიანებს. შინაგანის ამიტომ რომ გაგდებს ხო? განგაში გიჩნდება, შიში გაქვს.
არ გინდა არავის გაგონება, გინდა იყო მარტო და სიმშვიდეში და სიბნელეში ხარ კარგად. ესე იგი რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ ხარ ჯოჯოხეთში, ოღონდ დროებით. მაგრამ შეიძლება ეგ ჯოჯოხეთში მუდმივად გახდა. აი მანდ არ უნდა ღმერთს არ უნდა რომ მან დავღმოჩდეთ, რომ მუდმივად ვიყოთ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ სიბნელეში და მარტო, რომ არავის ხმა არ გავიგოთ. ანუ რეალურად ჯოჯოხეთში ის სულები, რომლებიც არიან დაბალ საფეხურზე და არიან სიბნელეში, ისინი კარგად არიან. ხო, ან მაგათი რაც კომფორტის ხო, ეგ მაგათი კომფორტის ზონა. წარმოიდგინე სიმშვიდე, სიწყალი და მარტოობა. მაგრამ რაც ამაში რა არის ყოფაში ცუდი. ამაში ყველაფერში ძალიან ცუდი არის ის, რომ ეს არის დღეს კი არა. ეს სული განიცდის ამას დღეს და არასოდეს არ მოუნდება რომ ხვალ რამე შეცვალოს. იმიტომ რომ იქ არის, სადაც არაფერი არ იცვლება. ამიტომ რო ამბობენ რომ უკონესამდეო იქნებიო ჯოჯოხეთშიო და სულ იქ იქნება, ანუ იქ არის, ეგ ნამდვილად მართალია. სიმართლე არის იმაში, რომ თუ კი არ არის დრო, ღმერთს არ უნდა რომ შენ აღმოჩნდე უდროოდ იქ, სადაც შენ თვითონ ხარ, შენი თავის ჩამკეტველი, იმ სიბნელეში, სადაც შენ თვითონ არ გინდა ამოსვლა. ვინმე ანუ შეიძლება რომ მამას შენს არ უნდადეს რომ შენ კარგად იყო? ეგ რამე ღმერთს არ უყვარ ხარ და არ უნდა რომ უკეთესად იყო, მაგრამ შენი არჩევანის გამო შენ დაიჩაგრე შენი თავი და შენ აღმოჩნდი. არსებობს სხვადასხვა მიზეზები. ზოგი რაღაც მიზეზით არის დაბალ საფეხურზე, ზოგი სხვა მიზეზით. შეიძლება ეგ სულის არჩევანი ყოფილიყო, რომ აი მან ეგ განეცადა და მან ჩავარდნილიყო? რა თქმა უნდა, იმ ეტაპზე რაზეც იყო, რაღაცა შეიძლება ვერ გააცნობიერა და შეცდომით მოუვიდა. შეცდომით ისეთ მდგომარეობაში გავიდა, რომ ყოქონოდა კიდე მეტი დრო გამოასწორებდა. არის რომ ამის საშუალება შეიძლება მეორე ადამიანმა არ მისცა. იმიტომ რომ იმან გამოასალმა სიცოცხლეს. ეგეთი რამეც ხდება. ამ შემთხვევაში ესეთი კითხვა ჩდება, მისცემს თუ არა ღმერთი ადამიანს, კი არა სულს იმის საშუალებას, რომ მან ეს ყოფილი გამოასწოროს. ანუ ამის საშუალება ეძლევა თუ არ ეძლევა. ამის საშუალების მიცემა ნიშნავს რეინკარნაციის არსებობას და არ მიცემა ნიშნავს რეინკარნაციის არარსებობას. ამ შემთხვევაში როგორც დავუშვათ დღეს ჩვენ ვიცით, ქრისტიანულად რეინკარნაცია არ არსებობს, მაგრამ ამის არ არსებობს კი არა რეინკარნაციაზე არ ლაპარაკობს ქრისტიანობა, იმიტომ რომ ამას აქვს თავისი სწორი მიზეზი, როდესაც იმ საუკუნეში, სადაც ქრისტიანობა ზოგადად ყალიბდებოდა, როგორც რელიგია და ეს უნდა ხალხამდე მიეტანათ ისე, რომ აქ არ შეიძლებოდა არაფრის შეცვლა, ის რომ დავუშვათ ადამიანს ისე თქვათ, რომ საერთოდ არ იცის არაფერი და პირდაპირ რომ გააგებინო რომ შენ ესე იგი სული სამყაროში იბადები, მერე გაიგოს ის რომ შენ სული ხარ ჩასახული. ის რომ ღმერთმა შექმნა შენი ამ ხელა კომპლექსური რაღაც სისტემა. კიდე ის რომ გაიგო რომ შენ შეგიძლია რომ ანუ ეს არ არის პირველი და უკანასკნელი, მაგრამ დაბლოკილი გაქვს მეხსიერება და ეს ანუ რეალურად ის ანუ რეინკარნაციის იდეა რა არის, რომ შენ თუ გეუბნებიან რომ რეინკარნაცია არსებობს მატერიალურ სამყაროში, ეგ შენ კარგად არ გადგება ეგ ინფორმაცია შენთვის დადებითი. თუ შენი ცივილიზაცია დაბალ ნიშნულზეა, მაშინ ხო იმ ცივილიზაციას რომ უცხარ რეინკარნაცია არსებობს, ის მაგას ბოროტად გამოიყენებს აუცილებლად, იმიტომ რომ ის ცივილიზაცია იფიქრებს, ყველა აიცილებს, რომ პასუხისმგებლობა აქვს დაბალი. დაბალი პასუხისმგებლობის მქონე ცივილიზაციას არ უნდა პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე. იმიტომ რომ უნდა მსგავსობების ჩადენა, უნდა სხვას წაართოს, ადვილად მოიპოვოს, ადვილად იცხოვროს, ყველაფერი ადვილად ხას, ვიდრე ეს იმ სიტუაციაში არის შესაძლებელი. ამიტომ უნდა დაარღვიოს კანონები, უნდა დაადგინოს ვიღაცას, რაღაცა წაართოს, გააფუჭოს და ამ შემთხვევაში რელიგია ეუბნება ქრისტიანობა, ეუბნება სხვა მუსულმანობას, ეუბნება ყველა ადამიანს ღმერთის მოცემული ნებისმიერი სწავლება ეუბნება რომ იყოს კეთილი, არ იყოს დესტრუქციული და ცივილიზაციაში იყოს ერთ-ერთი მისი დამხმარე და შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ყველა რელიგია მოუწოდებს წესრიგისკენ და ამას თუ კეუნებიან, რომ შენთვის შესაძლებელია, რომ კიდე ერთხელ დაიბადო, შენ თავს გამოუტან დასკვნას, რომ მოდი იცი რა, ამ ცხოვრებაში იმას გავაკეთებ, რაც მინდა. დავიკიდებ და მე იმას ხო მოვალ კაცო კიდე როდესაც მოვალ და თუ მოვალ და არ მოვალ. ხო, მაშინ მან კარმაც უნდა გააცნო.
როგორ? კარმაც უნდა გააცნო მაშინ ხო? კარმაც უნდა გააცნო, მაგრამ ის პირველი საუკუნის ადამიანი და თუნდაც 20 საუკუნის წინანდელი ადამიანი აუცილებლად გამოიყენებდა იმას, იმიტომ რომ მიხვდებოდა რომ თუ კი რეინკარნაცია არსებობს, თვითონ რაღაცა ცოტა მოაქციო და არ ჩაუნერგო ის, რომ დავუშვათ ყველაფერში თავისუფლება მისცე, იმათი ზოგადად მდგომარეობა არ იყო ეგეთი მზა და ამიტომ აქედან ეს გავიარე დროისგან გამომდინარე სხვა გზა არ ქონდათ, მაგრამ ეხა მგონია ეგ იცვლება უკვე და აი ნახტომი რაც თქვი შენ ამ შემთხვევაში რა მაგასაც ამ მოიცავს. შემთხვევაში თუ კი ჩვენ გვაქვს იმისი ცოდნა რომ ვიცით რომ დავუშვათ არ შეიძლება რომ თუ კი ჩვენ ჩასახულები ვართ სხეულში შესაძლებელია არის კიდე მოსვლა თუ არ არის ამას არსებითი მნიშვნელობაც ეხლაც აღარ აქვს უკვე იმ გადმოსახედიდან რომ დღევანდელი სიცოცხლე ჩვენი არის ის ეტაპი და ის რაც ჩვენ გვჭირდება დღეს და ეხლა ჩვენ ესეც არ გვაძლევს იმის ის რომ დავუშვათ კიდე ერთხელ შეგვიძლია მოსვლა ეს იმას გვარნიშნავს რომ დღევანდელი ცხოვრება უნდა გავაფუჭოთ ამიტომ ჩვენთვის დღეს და ეხლა არის მნიშვნელოვანი თან არც ვიცით შეგვიძლია თუ არა ეს კითიცია ჩვენ რა ვიცით ხო დღევანდელი ცხოვრება რა ხან ეს არის მნიშვნელოვანი და დღეს და ეხლა არის და აქ არის აუცილებლად იმის გაგება რომ რეინკარნაცია არსებობს ეს შენ და კარმა არსებობს პირიქით თუ არ გაძლევს იმის საშუალებას რომ რაღაც დავუშვათ არასწორი საქსილისით ჩაიდინო რაც შენვე ტვირთად დაგაწვევა ხო შენვე გავლექსო არსებობს კარმას თვითონ სიტყვა ბევრს ესმის რომ კარმა ნიშნავს რაღაცა უარყოფითი ენერგიის აღებას კარმა დადებითსაც ნიშნავს ყველაფერ ინფორმაციას ერთად ნიშნავს რომელიც შენ მოგაგ და რომელიც მიგაგ ხო მიზეზშედეგობრივობაზე დაფუძნებული ეს არის რა მაგიტო ხო არ ეძახიან დედამიწას აი ერთ-ერთ ყველაზე რთულ სკოლაზე სცენა ახსენ შენ რომ აი ეს ნება რო არის და ვის რასაც უნდა ხანდახან რო აკეთებს და ამდენი დაკალიბრება რო ჭირდება ამ ენერგიას რო სწორი მიმართულება მიეცეს დავიწყოთ იქიდან რომ დედამიწაზე ამ ეტაპზე არსებობენ ძალიან ბევრი ენები, არსებობს ბევრი სახელმწიფოები და აქედან გამომდინარე დიდი სკოლა არის არჩევანის. დიდი სკოლა არის ყველაფერში არის არჩევანი, დაწყებული რომელ ქვეყანაში იცხოვრო, რა ფერის კანი კონდეს, ასე შემდეგ. როგორი მენტალური და როგორი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო ეს თუ ის საბოლოოდ კაცობრიობა მიდის იქამდე აქ რო ჩვენ ვისწავლით შერიგებას, ვისწავლით რასობრივი დისკრიმინაციის გაუქმებას, ვისწავლით რელიგიურ შემწყნარებლობას და ვისწავლით ზოგადად საზღვრების გახსნას და მეტად ერთიანები როცა ვიქნებით. საბოლოოდ ხომ განვითარებული ცივილიზაცია გავხდებით, მაგრამ ეს გზა გასავლელია. ეს გზა არის აუცილებლად გასავლელი, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ეს რაღაცა მე თუ სხვა ფერის კანის იგივე ჩემი პლანეტელი ვერ მივიღე და არ მომწონს ის ადამიანი და თვლი რომ ის ჩემზე უარესია და მე ვარ უკეთესი რასა შესაბამისად უცხო ცივილიზაცია რომელიც მე ხა მაკვირდება და აინტერესებს ჩემი სულიერი მდგომარეობა და ჩემი ზოგადად მენტალური სიჯანსაღე და აინტერესებს მე რა ეტაპზე ვარ განვითარების არ ჭირდებათ იმათ აქ მოსვლა და ამის გარკვევა პირდაპირ ჩანს როგორ ვიქცევით ჩვენი ვიქცევით ჩვენ ვარ ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენ როდესაც ვაწარმოებთ იარაღს რომელსაც ერთმანეთს კლავთ და მე ტაშს უკრავთ რომ რა კარგია რომ ისინი დავხოცეთ და აქ უკვე არის პასუხისგებლობა ღმერთის წინაშე რომ ისიც იყო ცივილიზაციაში დაბადება ისიც ხო სული იყო შენ შეიძლება სული სამყაროში მასთან მეგობრობ აი მაგაზეც ხონდა აი ხო სულიერ ოჯახზე მივდივართ უკვე მაგ თითქოს რომ შეიძლება იქამდე მივდივართ რომ ჩვენ როდესაც გავასწავლეთ საბოლოოდ რომ ჩვენ ვართ ყველანი ერთი ოჯახიდან და ვართ ყველანი ერთი სულიერი სამყაროს შვილები, სადაც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ მუდმივად და იქ არის ჩვენი მუდმივი სახლი და იქ არავის არ აქვს პრობლემა ერთმანეთთან ურთიერთობის, დიალოგის, კონტაქტის, ინფორმაციის გაცვლის და განაცოდნის მიღების. შესაბამისად საინტერესო ის არის რომ ამ სამყაროში რომ მივახციოთ იმას, რასაც ფაქტობრივად ჩვენ მინიმოდელს ვაკეთებთ, მატერიალურ სამყაროში, ისაც გვაქვს სულიერ სამყაროში. ანუ იქ კომუნიკაცია არის ძალიან მარტივი ფიქრის დონეზე. ჩვენ გვაქვს ახლა დავუშვათ კომუნიკაციის საშუალება რაღაც რკინის ყუთი, რომლიდანაც ერთმანეთს ველაპარაკებით. უახლოვდებით იმას, რომ მივახციოთ იმ კომფორტს, რაც გვაქვს სულიერ სამყაროში, ისედაც გვაქვს ტელეპათია. ხო, იქ ისედაც გვაქვს კონტაქტი, ისედაც შეგვიძლია იქ ერთმანეთს გაუგზავნოთ, როგორც სიტყვიან, ფიქრი
გავგზავნოთ იგივე წარმოსახვითი გამოსახულება, რომლებიც ერთმანეთს შეგვიძლია ვაჩვენოთ. იქედან აქ შეუძლიათ? აი ხო რა არის? თქმა უნდა, იქიდან აქ ხო და შეუძლია. აი მაგალითად ეგეთი მცნება ხო არის და ამერიკელი ერთი ფსიქოლოგი იყო PhD და რეგრესოლოგი ჰიპნოზური მიქაელ ნიუტონი, ვინც აკეთებდა რეგრეს პაციენტების და ახსენებდა აი ამ სულიერ იმას და იყვებოდნენ რომ იქ რო გავდიოდითო იქ ყავდა გიდები, მასწავლებლები, სულიერი ოჯახებიაც ბიბლიოთეკები და აი მაგაზე გამიშთა მე კითხო რომ შესაძლებელია რომ აი ეხლა რეალურად იქ ხო გვაქვს რაღაც კავშირი ჩვენ ვებზო, მაგრამ იქედან გველაპარაკები რაც მინიშნებებით, სიმბოლოებით, რიცხვებით, აი როგორ ხდება კიდე ეს საუბარი, როგორ რაში დავინახოთ? ძალიან მარტივადზე შეიძლება ეს სურათის დანახვა იმის, რომ ჩვენ ჯერ ყოველსეულ გავსაზღვროთ, ჩვენ როგორ ვეკონტაქტებით ჩვენივე სხეულს. ეგ როგორ ხდება? მაგას თუ ეგ არ უგეცოდინება, ჯერ მე იმასაც ვერ გავიგეთ ის როგორ ველაპარაკებთ. ჩვენ როგორ ველაპარაკებით, ჩვენ როგორ ველაპარაკებით. ჩვენ გვაქვს გონება, გონებას რომელსაც ანუ ფაქტობრივად დენი გადის ამ გონებაში, ხო? გადის ელექტროენერგია, რომელიც ნეირონების სახით მე ეს ინფორმაცია გადაცემა. ამ გონებას აქვს თავისი, როგორც იტყვიან, ველი. სადაც ამ ანუ ცნობიერებაში ინფორმაციული ველია, სადაც ეს ველი არის დამოგე მეშვიდე ჩაკრა და ამ ჩაკრაში იკრიბება რაღაცა ენერგია, რა ენერგიას ამწუთას დავუშვათ ოპერატიული მეხსიერება როგორც იტყვიან, ოპერატიული მეხსიერებიდან არის ამწუთას გონებაში. ამ გონებასთან კონტაქტში არის ის პიროვნება, რომელსაც ეს გონება ეკუთვნის, ანუ თავისი არის და თვითონ ამ გონებაში, ანუ თვითონ არის უპირატესი, რომ თვითონ წაიკითხოს ის, რაც თავისი twin-ი აპროექტირებს და შემდგომი კიდე დავუშვათ გვერდზე ასტრალში, ასტრალურ სხეულში გვერდზე დგას სხვა სული, რომელიც ხედავს ამის სხეულს. ხედავს როგორც ასტრალიდან. ასტრალიდან ხედავს იმ ფიზიკური სხეულის იმ ენერგიას. ჩვენ რასაც ვერ ხედავთ იმას. ჩვენ ამწუთას თვალებიდან ვხედავთ. ხო, ის ვერ ხედავთ, რომ ის ხედავს ჩვენს ჩვენ სულსაც ხედავს გვერდიდან, მაგრამ ჩვენ ჩასახულები ვართ. ჩვენ თუ არ გავალთ სიზმარში ან არ დავიძინებთ, ისე სხვანაირად ვერ გავალთ. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ბმაში ვართ. ამ შემთხვევაში ამ წუთას, იმიტომ რომ ენერგიას ვხარჯავთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ შეთავსებულების სხეულს. შესაბამისად, სხვა სულსაც კონტაქტი რას ნიშნავს? სხვა სულს შენ თუ აძლევს საშუალებას, მაგას აძლევს სულიერ სამყაროში, ან შენ უკვე როგორც ეძახიან მედიუმებს, გაქვს ისეთი ძლიერი უკვე გადამცემი, რომელიც შენ სულს აქვს ისეთი ძლიერი უკვე სკილები, ანუ ისეთი ცოდნები, რომელიც იძლევა საშუალებას თავის აურაში, თავის ენერგეტიკულ ველში შემოუშვას სხვისი ცნობიერება და წააკითხოს ის გონებრივი თავისი ფორმულირებები, რომლებიც თვითონაც შეუძლია წაიკითხოს. და თან მიიღოს იმისგანაც, ხო რაღაც მესიჯები. ის ცნობიერებაში რომ შემოდის, იმას თავისი ფიქრი შემოაქვს. შენ თუ კი შეძლებ რომ განასხვაო შენი ფიქრი სხვისი ფიქრისგან, ეგ უკვე არის კონტაქტი. ხო და ეგაა ძალიან რთული და მაგას მე მგონი ბევრი ცხოვრებაში ხდება რომ გამოიმუშავა რა. ფიქრი თუ გადაიყვანე დიალოგის რეჟიმში, ზოგადად არიან კონტაქტორები, რომლებიც თელი ცხოვრება არიან გაუცნობიერებელი კონტაქტორები. ანუ გონიათ რომ თავისი ფიქრები არის და რეალურად არ არის, ხო? და რა თქმა უნდა არ არის თავისი ფიქრები, იმიტომ რომ შენ თავთან ესეთ დიალოგში თუ ხარ, რომელიც კონკრეტულ რაღაცებს გელაპარაკება, თუ ცნობიერება გაქვს ოდნავ, გაგხარ ნავარჯიშები, ხარ სულიერად ოდნავ დისციპლინირებული, აუცილებლად ხვდები, რომელი ფიქრი არის შენი, რომელი შენი არის. ამას ძალიან კარგად აყალიბებს კითხვა და ლოცვა. ლოცვის შემთხვევაში შენ რო ლოცვობ, შენ თვითონ აგზავნი, ანუ რა ხდება მაგ მომენტში, ანუ სულისთვის რა ხდება. როდესაც მე გავდივარ ოთახში და ვიწყებ ლოცვას ვიწყებ შეგნებულად, ნახე რა ხდება, მე ამ სამყაროდან მზაობას უცხადებ იმ სამყაროს, რომელსაც ჩავთვლე, რომ ეხლა უნდა ველაპარაკო. და ველაპარაკებ იმ სამყაროს, რომელსაც ვერ ვხედავ და აბსოლუტურად შეხებაში არ არის აქ. ეს მიფასდება იმ მიღმიერ სამყაროსთან ის კონტაქტი, რომელი კონტაქტისას მე ვთიშავ უკვე ჩემ ცნობიერებას ვეუბნები, რომ ჩვენ აქ კი ვართ, მაგრამ მოდი ეხლა ეს სხეული გამოვიყენოთ, როგორც ის მანქანაკია, რომელიც აქ ქუჩებში დადის. მოდი ეხლა გავაჩვენოთ მანქანა, გადმოვიდეთ ამ მანქანიდან და
ვიღაცა სხვას შევძახოთ იქიდან რა. უფრო მეტი უქნათ ვიდრე ამ მანქანაში ხო, ანუ ყოფნა. გადმოვიდეთ აქედან და დაველაპარაკოთ სულიერ სამყაროს. ეს ლაპარაკი უკვე ჩვენ სულიერ სამყაროს უკვე აქედან უკვე უგზავნით მესიჯს, რომ ვეუბნებით გზავნილს უგზავნით და ჩვენ შემოდიოთ თქვენთან დიალოგში. ამ დიალოგის მზაობა უკვე შენ შინაგანად ტვინის კონკრეტულ მდგომარეობას გაყენებინებს. ანუ ტვინი დგება კონკრეტულ რაღაც მდგომარეობაში, როდესაც ის თიშავს იმ გარემოს, რომელთანაც კონტაქტი აქვს ამ გარემოს და რთავს იმ გარემოს, რომელიც თავისთვის წარმოდგენაში დაალაგა, რომ რაღაცას ელაპარაკება. ტვინსაც ხო ჭირდება პროექცია. რომ შენთან ხო უნდა მოვიდეს თანხლებაში, ანუ ხო უნდა აგიწყოს ფეხი, რასაც მისი პატრონი აკეთებს. მის მანქანა იმ ხო უნდა შეგესრულოს ის დავალება, რასაც შენ აკეთებინებ. იწყებ ლოცვას ელაპარაკებ, ლოცვა მონოლოგია, დიალოგი. კიდევ იქნაც გაიგო პასუხი. შესაბამისად შენი მთელი მთლიანად შენი ენერგეტიკა მიმართულია სხვა სამყაროსთან დიალოგზე. ეს დიალოგი რაც უფრო ხშირია შენ ცხოვრებაში და რაც ცხოვრების რაღაც კონკრეტული მონაკვეთი უკავია, თუ კი შენ ხარ კონტაქტორი, თუ კი შენთან კონტაქტზე მოდიან, ეს მდგომარეობა შენ გისუფთავებს იმ ველს, რომელშიც შენ უკვე ანსხვავებ რა არის შენი და რა არის ზემოდან ჩამოსული. ამ შემთხვევაში ყოველთვის უნდა დავაკვირდეთ ეს რამეს. ესეთი შემიძლია პატარა რაღაცა რჩევასავით თქვა, რომ როდესაც ჩვენ კონტაქტზე ვართ სხვა პიროვნებასთან, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ერთი მთავარი რამ ვიბრაციებში ვიმყოფებით ჩვენ. ერთჯერ უნდა გავითვალისწინოთ რა არის ვიბრაცია. ზოგადად წარმოგიდგენთ ეს რაღაცა ჩვენი სული, ჩვენ სულს აქვს თავისი ვიბრირებული მდგომარეობა, ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც ამ წუთას ჩვენი გონებას მაგ ტალღაზე ვამუშავებთ. ესე იგი წარმოვიდგინოთ, ანუ დავყოთ თავშად საშუალო ვიბრაციებად, მაღალ ვიბრაციებად და დაბალ ვიბრაციებად. დაბალ ვიბრაციებში დავარქვათ მოწყენილი და ნაწყენი ადამიანი, გაბრაზებული, გაღიზიანებული. საშუალო ვიბრაციები დავარქვათ ადამიანს, რომელსაც უინტერესოა და დიდად არაფერზე არ ღილავს, ეს დავუშვათ საშუალო და მაღალ ვიბრაციებში დავარქვათ ადამიანი, რომელიც სავსე არის სიყვარულით, მადლიერებით, აი სავსე და აი ტირილამდე და აი ბედნიერების მაღალ განცდამდე, ამდენად აი შინაგანი სიყვარული აქვს და შინაგანი განცდა აქვს მადლიერების უსასრულო. აი ეს სამი მდგომარეობა დაუკავშიროთ ახლა იმ ტვინს, რომელიც არის ჩვენი პროცესორი, როგორც კომპიუტერი. დაბალ ვიბრაციებში მყოფი სული, ანუ გაღიზიანებული სულს აქვს ზუსტად იგივე სამივე მდგომარეობაში მყოფ სულს აქვს ერთი და იგივე წარსული. ერთი და იგივე ინფორმაცია, თავშად სამივე ცხოვრობს საქართველოში, ეს გონება. სამივე ვიბრაციების საქართველოში ცხოვრობს გონება. ქვემოთ მყოფი სული აძლევს ამ დაბალ ვიბრაციულ იმპულსს იგივე ტვინს და ამ ტვინს საიმპულსს აძლევს, რომ ყველა რას ეუბნება, ანუ რა საწვავით ამუშავებს, ნახე? ეს დაბალ ვიბრაციული სული აძლევს იგივე, იმიტომ რომ მივხვდეთ რა განსხვავებაა, რომ დავინახოთ სულად. ეუბნება, რომ ანუ ამის ენერგია რა არის? ყველაფერი ცუდად არის, არაფერი არ გამოდის. ესენი ყველანი ჩვენ წინააღმდეგ არიან. ეს დავუშვათ საქართველოს ცხოვრება არ ვარგა. ეს დავუშვათ ჩვენი პლანეტას აშინელ. ეს ანუ რაც აქვს გავსი ვიბრაციების ინფორმაცია, იმებს გიკრიბავს. ანუ ტვინი გამყოფებს იმ ველში, რომელიც სულიდან მოდის, ანუ რა ინფორმაციასაც სული. დანარჩენი სხვა ვიბრაციების ენერგიები ტვინისთვის საჭირო არ არის, იმიტომ რომ სული ამ დავალებას არ აძლევს. შესაბამისად დავიდეთ ახლა საშუალო სულზე, ის საშუალო სულისთვის არაფერს დიდად მნიშვნელობა არ აქვს. არაფერი არ გვაწუხებს და გეგმავს ისეთ რაღაცებს, რაც ამ მდგომარეობაში შეეფერება. მაღალ ვიბრაციული სული არის იმ მდგომარეობაში, რომ ღმერთო მადლობა, რომ ეს სამყარო არსებობს, იწყებ ეგრეთ ფიქრს. შენი ტვინი გეუბნება, რომ ნახე, რამდენი კარგი ადამიანი ცხოვრობს, რამდენი ბედნიერი, რამდენი ჭკვიანი, რამდენი სწავლა შეიძლება, რა ღმერთმა რამხელა სილამაზე არსებობს, რამდენი ფერწერა, რამდენი ფილმი, როგორი ბუნება ხო? ზღვარი ინფორმაციის და რა ბედნიერება რომ ყოფის საშუალება გვეძლევა. და ანუ ეს ისახის ამას უკვე მაღალ ვიბრაციული სული. ეხა კონტაქტს რაც შეეხება. კონტაქტზე აუცილებლად ის სულები მოდიან იმ ვიბრაციებით, რომელიც თვითონ შენ ვიბრაციები გაქვს თანხლებაში. ანუ მსგავსი ვიბრაციები. ესე იგი, რა ინტერესი აქვს სულს, რომელიცაც უნდა რომ შენთან შემოვიდეს დიალოგში.
გაცვალოს ენერგიები. შენ გიწვრის ენერგიებს დაბალვიბრაციული სული იმ შემთხვევაში თუ შენ იმის ვიბრაციებში მყოფები, რატომ? და იმას ყვებავ თითქოს მაგითი შენც ხო? ხო, აძლევ. ხო. და ის მაგითი არსებობს. კი არ არსებობს. გამოვიდა ასლაში და შენგან კარგი ენერგია წაიღო. შენ ხო სიცხის ენერგია გაქვს. სიცხის ენერგია მარტო სულ ესაყვა და გამოსულებს აქვთ. ვინც დაბადებულია. სიცხის ენერგიას გაზოს ღმერთი იმდეს, რამდენი წელი ცხოვრებას აპირებ. ანუ შენი სიცხის ენერგია ყველა განზომილებაში ყველაზე ძლიერია, იმიტომ რომ ყველაზე დაბალ განზომილებაში. და ეგ მეაქვს ზუსტად იმათ, ხო? მაგერგე ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ყოველდღე ისო გინახლდება, ანუ შენ სიცხის ენერგია ყოველდღურად ისო ახლდება, მაგრამ დღეს რომ შენგან ენერგია ვინმე მაიღოს დაბალ ვიბრაციულმა, ის ენერგია რომ მეაქვს სანაცვლოდ შენ ინფორმაციას გაძლევს, ყველა კი არ მიაქვს. ის შენ რაღაცა შეგაშინებს, თავშად შენ მიეცი შიში და მან მოხდა სიძულვილი. მსგავსი ენერგიები. იგივე ვიბრაციის, ხო? იგივე ვიბრაციაში, იმან ის მოხდა და ორივე კმაყოფილება. ხო, change გააკეთეთ. კმაყოფილი არ იყო ხა ჯამში, მაგრამ იმ ვიბრაცია, ანუ როცა ხილო ან ფუი ეშმაკს და ეს და ის ვისაც შენ ხედავ და ანუ იმას ცუდად აღიქვა და იმას ეშმაკს ეძახი და რაღაც ეძახი. ის ანუ შენც ეგეთი ხარ, შესაბამისად იმ წუთას შენ შეიძლება ცხოვრების განმავლობაში ეგ შეცვალო, ხვალ უკვე გაიღვიძო. ხვალ ლოცვა წაიკითხო და მადერად გაიღვიძო და უცეფაცი ვიბრაცია, ამიტომ სხეულს აქვს ის მნიშვნელობა, როცა ყოველდღიურად სხეულში სული იცვლება. იმ დონეზე, რამ დონეზე თვითონ სულს ეს ჭირდება და რამ განწყობაზე სული იმყოფება. ეს რომ შეინარჩუნო ერთ მდგომარეობაში და სულის ვიბრაციები არ დაწიო, ამისთვის არსებობს ყველა ეს სწავლება. არ გაღეზიანდი, არ იჩხუბო, ეს, ანუ არ დაწიო ვიბრაციები, მეორე შემთხვევაში გიყვარდეს, ეხმარებოდე, აკეთებდე, ბღეროდე, ეხმარებოდე იმას, ანუ შენ აი ფიქრობდე, რომ სხვა ადამიანმა შენი მოსმენით მაინც აწიონ ვიბრაცია. კონკრეტული დავუშვათ თამაშია, ფეხბურთია, შენი გუნდი თამაშობს და იგებს. წიო ვიბრაციებს აუცილებლად, იმიტომ რომ გამარჯვების ბედნიერება გაქვს. ვინც აგებენ ის, იმიტომ ამბობენ რომ თამაში არ არის მდათ კარგი, იმიტომ რომ აუცილებლად ვიღაცა აგებს. ვიღაც მოწყერილი ხო, ხდება. ამიტომ არიან ცივილიზაციები, რომელსაც მე თამაშზე უკვე უარს ამბობენ. როგორც ცივილიზაცია. გადადიან უკვე იმ ეტაპზე, რომ ხვდებიან, რომ იცით რა, ჩვენი ცივილიზაციის ვიბრაციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს გართობა, ხო? და ამაზე მე ერთის ბედნიერება და მეორეს უდრობა. ჯამში პლანეტა რაზღებულობს. ვერ მიდის წინ, იმიტომ რომ რამდენადაც ბევრს უხარი, იმდენ იმასვე წინს და აქედან გამომდინარე, ეს ანუ ვიბრაციებში ცივილიზაციის წინსვლაში არ ეხმარება. სპორტი ეხმარება ის სპორტის ის სახეობებს, რაც მარტო გამარჯვებულები არიან. და ეგ ხო არის ბუდისტური ფეხბურთი რო არის, სადაც არც მოგებული, არც წაგებული არის ეგეთი ისა, მარტო თამაშობენ. ამიტომ ის სულები, რომლებიც დავუთვალეთ იმ თემას, აღარ გადავუხვევ. ის სულები, რომლებიც ჩვენ გვეკონტაქტებიან სხვადასხვა ვიბრაციებში, ამ ვიბრაციებში მყოფები ვართ იმ ჩვენი ვისი მოსმენაც კარგად შეგვიძლია, თუ ვიბრაციებში შევეფერებით, ადვილად გვესმის იმის ფიქრი. შესაბამისად, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მაღალ ვიბრაციებში ვიყოთ, რომ ნებისმიერ ინფორმაცია, რაც მოგვაქვს, ის ესე იგი მაღალ ვიბრაციული გვეკონტაქტება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი დასკვნა, როდესაც აი როგორ უნდა განმიჯნოთ, დავუშვათ დაბალ ვიბრაციული, მაღალ ვიბრაციული ინფორმაციისგან. ის რაც ღმერთს ხვალინდელი დღე, რომელიც მარტო ღმერთმა იცის და არსებობს 1000 მომავალი, იმიტომ რომ რახან არსებობს არჩევანის თავისუფლება, აქედან გამომდინარე ხვალინდელი დღე განსაზღვრული არ არის. იმიტომ რომ ჩვენ წვითავთ მაგ ხვალინდელ დღეს, მაგრამ ის სული, რომელიც მოდის დავუშვათ დედამიწაზე და ნათელმხილოს ან ნებისმიერ კონტაქტორს, ეგრეთ წოდებულს ამ აწვდის ინფორმაციას, რომ აუცილებლად მოხდება ატომური ომი, მოხდება ეს, იქნება ეპიდემია, წარღვნა რაღაცა და ამას ქადაგებენ და იწყებენ ამას ლაპარაკს. ეს დესტრუქციული ინფორმაცია, რომელიც ხვალინდელი დღის წარუმატებლობაზე ლაპარაკობს, აუცილებლად არის დაბალ ვიბრაციული ენერგიიდან მოტანილი, იმიტომ რომ ღმერთს ყოველთვის აქვს იმედი ხვალინდელ დღე რომ იქნება უკეთესი ვიდრე დღევანდელია ჩვენთვის და ღმერთს ყოველთვის იმედი აქვს რომ ჩვენ უკეთესები ვიქნებით ვიდრე ვართ და ვისაც წარს მომავალზე შეუძლია უარყოფითი რომელიც ჯერ არ დამდგარა იმაზე ანუ ეს ირაციონალური შიშის დანერგვა შეუძლია ეს აუცილებლად დესტრუქციულია მაგას არ ჭირდება დიდი
სულიერი გამოცდილება, ეს როგორც 2x2 4 უნდა მივხვდეთ იმას, რომ ხვალინდელ დღეს ვინც გვეუბნება, რომ ხვალ იქნება ყველაფერი ცუდად, ეს ჭირდება დავავიბრაციულებს, იმიტომ რომ შემოიტანონ შიში წაგვართვან ენერგია. რაც უფრო მეტი ადამიანია შიში და მაგ რეალობას იჯერებს, ისინი კარგად იკვებებიან, კარგად ვაკვებავთ. არა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგეთი რეალობაც შეიძლება შეიქმნას მერე ამდენი ხო, გავლენას ახდენს ამ შესაძლებლობათა ველზე. 80% კაცობრიობის არის შეშინებული და ელოდება ატომურ ომს. უფრო მეტი ალბათობა არის რომ მოხდეს, ხო? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ საერთო შესაძლებლობათა ველში შეაქვს დიდი კონტაქტი რაღაც ჩენელინგებიდან ინფორმაცია მაქვს, ამ წუთისთვის არისო სადღაცო 15%-ო დედამიწაზე ატომური ომის მოხდენის შანსი, 15%. 15% არის დაბალი პროცენტი, რა თქმა უნდა, მაგრამ 15% არ ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება. ესე იგი არსებობს ეგ რა. მაგრამ ამ 15%-ზე თუ ეხა 80% დაიწყებს ნერვიულობას და ფიქრს, ეს 15% შეიძლება ხვალ გადაიქცეს 30%-ად. მე 40-ა და 50-ზე უკვე ხო და სად განხორციელების მომენტი, ანუ განხორციელების მომენტი ის, რომ ამბობენ ისეთ რაღაცას, რომ აი ომის დაწყების წინ, დავუშვათ წინა დღეს ალბათობა ომის არ დაწყების იყო 70% და დაწყების იყო 30%, მაგრამ დაიწყო. ესე იგი რას ნიშნავს? ის მცირედი შანსი, რაც იყო ადამიანებმა ეგზა აირჩიეს. ეხლა ჩვენი ალბათობა იმის, რომ აი ამ დიალოგში მე და შენ რომელიღაცა ერთ მეორეს წინააღმდეგ მუშტით გაიწევა, გევანდელ დღეს, არის ალბათობა 5%. მაგრამ რატო კაცო დაკლები? დაუშვათ ვიზახი. არც არის შეიძლება. ხო, ის დაუშვათ არის 5%, იმიტომ რომ ეს დანარჩენ 95-ში ეს არ ხდება. ეს რომ მოხდეს, ამისთვის რაღაც გარემოებები ისე უნდა დავაგდეს, რომ ამის ალბათობა დაბალია. ამის ალბათობის სიდაბლე და სიმაღლეს განსაზღვრავს ჩვენი განწყობა. ეს განწყობა, რომელიც ახლა არის, ამის შეცვლის ალბათობის გრაფიკიც ხო არის, რა თქმა უნდა. რამ უნდა მოხდეს? თუ კი ეს ყველაფერი გაგრძელდება, ეს ისევ ჩამთავრდება. იგივეა ცივილიზაცია, რომელიც თვითონ არის ცივილიზაცია, ორიენტირებული იმაზე, რომ აინტერესებს ხვალ რა მოხდება, ეს თუ აინტერესებს გულით უნდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს ეკაცეს დღეს, თვითონ უნდა გახდეს უკეთესი. აუცილებლად ზეგავლენას მოვახდეთ ჩვენ ყველანი, ზეგავლენას მოვახდეთ ხვალინდელ დღეზე, იმ კეთილი განწყობით, იმ კეთილი მადლიერი გზნობით, იმ შეგრძნებებით, რასაც ჩვენ გენერირებთ. ჩვენ ყველას გვაქვს სიცოცხლის ენერგია, შესაბამისად ეს ჩვენი სიცოცხლის ენერგია მიდის ჩვენს ნეოსფეროში, პლანეტის და ეს უკან გვიბრუნდება. ეს პროცესი ყოველდღურად მიმდინარეობს, რამდენი ადამიანს სოცხალია და რამდენი ადამიანის სიცოცხლის ენერგიით არის პლანეტა სავსე, ეს სიცოცხლის ენერგია, ზოგადად როგორც ენერგია, თავის ვიბრაციებით განაპირობებს ჩვენ ხვალინდელ დღეს. აქედან გამომდინარე, ცოდნას მაწევა, მადლიერების გზნობა, ისა რა ქვია, მეცნიერების გაძლიერება, ხალხის უფრო მეტად ნასწავლი, ხალხის სიმრავლე, ხელოვნების დაუშვათ ისა რა ქვია, ხელოვნების გაცნობიერება, ამის ყველაფრის წაკითხვა, ნახვა, უფრო მაღალ განწყობაზე ყოფნა, ეს ყველაფერი განაპირობებს ხვალინდელ დღეს. იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მეტი ადამიანი დაუშვათ ხატავდეს, მეტი ადამიანი უყურებდეს სილამაზეს, უფრო ლამაზ გარემოში ცხოვრობს კარგობაში, ეს პირდაპირ აისახება ჩვენ ვიბრაციებს. ირიბად თუ პირდაპირ, რა თქმა უნდა, ჯობია რომ უფრო კარგ გარემოში და უფრო მატერიალურადაც რაც უფრო ვიქნებით, უფრო განვითარებული ცივილიზაცია, ჩვენი შვილების ისხებენ უფრო კარგ გარემოში. შესაბამისად, უკვე ნომინალურად, უკვე ვიბრაციები ისეთი დაბალი აღარ იქნება, უფრო გადათამაშდება. სხეულიც ხო განაპირობებს ამას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად და მეტწილად არა, მაგრამ ის წილი სხეულს, რომელიც კომფორტულად ცხოვრობს, იმ ადამიანებს ერთმანეთს რო ზიანი მიაყენონ, ნაკლები სურვილი უჩნდებათ, ხო? აქედან გამომდინარე, ტექნოკრატული განვითარებას თავის მხრივ განაპირობებს ცივილიზაციის განვითარებასაც სულიერადაც. იმიტომ რომ ტექნოკრატულად რო ვითარდება და უფრო კომფორტს ქმნიან ერთმანეთისთვის ცივილიზაცია, ეს ხალხის უკეთესი ხდება. იმიტომ რომ იმ ხალხს თუნდაც მატერიალური რაღაც ელემენტარული პრობლემები გადაჭრილი აქვს. დაუშვათ რო კითხვა დავსვი ესეთი, რომ თუ კი შეიძლება
ან დავუშვათ გავიხედოთ იმ მომავალში რა შეიძლება რომ უკეთესი იყოს, ჩვენ შეგვიძლია ყველას მივიდეთ იმ განვითარების ეტაპზე, რომ ყველა ადამიანს, რომელიც იბადება პლანეტაზე, სადაც ყველაფერს აკეთებენ უკვე რობოტები და ადამიანების შრომა, ფიზიკური შრომა დაყვანილია მინიმუმამდე. საჭიროა. წარმოიდგინეთ ასევე 3D პრინტერები, რომლებიც სახლებს ბეჭდავენ დაუშვათ ულიან სოფლის მეურნეობას, ულიან ცხოველებს და ადამიანის ჩართულობა არის საერთოდ მინიმალური. შესაბამისად, შრომის კოეფიციენტი არის გაიაფებული იმდენად, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს ფიზიკურად იმის შესაძლებლობა, რომ ყველა ადამიანი დაბადებული თავის პლანეტაზე უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებელი და კვებით. უზრუნველყოფილი იყოს მიუხედავად იმისა, რომ იმუშავებს თუ არა. გააჩნია რაზე მუშაობს ის ნომინალურად შენ უკვე, როდესაც შენ უკვე გაქვს შენი საცხოვრებელი, იქ სადაც შენ თავშეთ გაყიდვის უფლება არ აქვს, მაგრამ მთელ ცხოვრებაში შეიძლება იყოს, უკვე გადაჭრილია პლანეტაზე პრობლემა, რომ არავინ არ არის უსახკარი. მეტი ფუფუნება გაქვს, რომ აი სულიერად ალბათ უფრო განვითარდე და ხო. თუმცა ეს როგორ უნდა მოვიყვანოთ, საბოლოოდ რა არის ცივილიზაციაში ყოფნის მთავარი იდეა? ის არის რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს თეატრი ერთად ავაშენოთ და ამ სპექტაკლში ერთად მივიღოთ მონაწილეობა და ეს როლები კარგად ვითამაშოთ, საბოლოოდ განვანვითაროთ სამყარო, ისე რომ შემდეგი სულიერი სამყაროდან გავხსნათ ის გზა და იქედან ნაწილი ვინც მოვლენ, ყველა მოვიდან უფრო უკეთესი გარემო დავახვედროთ, ვიდრე ჩვენ დავხვდა. ხო, რომ მოუნდეთ უფრო. ვიდრე ჩვენ დავხვდა. ეს ერთობლივად ყველა იმ სულის, რომელიც ღმერთმა გააჩინა, იძლევა საშუალებას, რომ ყველა სული ღმერთის მიერ გაჩენილი, ყველა უკვდავი სული იყოს ნაზიარები და იყოს განვითარების ის საშუალება მიეცეს, რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად ჩვენი პატარა სიცოცხლეების განმავლობაში აგურზე ვადებთ. შესაბამისად, ჩვენ ერთი ცხოვრება ერთ დიდ სამყაროს, დიდ რაღაც ამხელა პროექტში ვიღებულობთ, ჩვენ პატარა წვლილი შეგვაქვს, მაგრამ ამის სულს ჩვენ გამოვხატავთ. ამას არ უნდა გვაძალებს. სულების განადგურება ხდება შენი აზრით? არა, ვერ განადგურდება. აი ხო არსებობენ, რომ აი სიტყვაზე კითხვა უჩნდებათ, რომ ჰიტლერი ხო იყო და ეხა მეორედ რანაირად დაიბადებოდა ესეთი. ის თვითონ სულს ვერაფერი ვერ მოკლავს. ანუ ეგეთი თუ სული გაჩნდა მატერიალურ სამყაროში, მაგრამ სულის სამყაროში უსასრულოდ არის. ხო. ანუ ეგეთი რაც არა, რომ სული გაქრეს განადგურდეს საერთოდ. იმიტომ რომ სული არის ღმერთის ნაწილი და ღმერთის ნაწილი, რომელიც ისიც ღმერთია, ფაქტურად პატარა, არ არის შეიძლება მის შესაძლებლობებში ღმერთი, მაგრამ ის ღვთაებრივი ნაპერწკალი იმაში არის ის, რომელიც მკვდავია. სხვა მასალა სამყაროში არ არსებობს. ერთი თიხა არის. მასალა მარტო ერთია, არის ღმერთი. ღმერთის გარდა არაფერი არ არსებობს. მარტო ღმერთი არსებობს. რახან მარტო ღმერთი არსებობს, დანარჩენი რაც არსებობს, ყველაფერი ღმერთია. აქედან გამომდინარე ის ნაწილი, რომელიც მკვდავი ნაწილია ღმერთის, ისიც ღმერთია და ის ვერასოდეს ვერ მოკვდება, იმიტომ რომ ღმერთმა მიანიჭა მას სიცოცხლე უპირობოდ. რომ ჩვენი მთავარი ყველასი თუნდაც დღევანდელი ამ ჩართვის მთავარი ამ შეკლების და დღევანდელი დღის ამ პოდკასტის მთავარი სიტყვა რაც შემიძლია რომ თქვა, ეს არის ის რომ ჩვენ უნდა გქონდეს მაგალითი, მთავარი მაგალითი, რისკენ მივდივართ, რა გვინდა რომ ვინ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ უპირობო სიყვარული. ის უპირობო სიყვარული, რა უპირობო სიყვარულითაც ჩვენ ვარსებობთ. ღმერთმა უპირობოდ მოგცა სიყვარულით სიცოცხლე, არ გთხოვა რაღაცა, რომ რაღაცის გამო არა გვაქვს ეს, პირობა ამასთვის არ არსებობს, არსებობს პირობა სიყვარული, მიყვარხარ და ხარ და სულ იქნები. მე არ გენდომები თუ გენდომები, მაინც იქნები ყოველთვის, იმიტომ რომ მე უპირობოდ მიყვარხარ. ჩვენ თუ ჩვენ ცხოვრებაში რაღაც პატარა მსგავს გავიმეორებთ, მაგალითად, ჩვენ უპირობოდ რაღაცა გვეყვარება, რაც მნიშვნელობა არ ექნება. ჩვენ და ის როგორ მოგვექცევა ჩვენ და ჩვენ გვეყვარება ის უპირობოდ. ამ შემთხვევაში
აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ რომ დავემსგავსოთ ღმერთს და ეს არის იმდენად ისეთი კარგი და ისეთი ნათელი მაგალითია. ეგ მოგწესოთ ცივილიზაციურ ნახტომსაც ალბათ. მათელი მაგალითია რომ ანუ შენი ყველაზე ძლიერი შენი საქციელი არის უპირობოდ რაღაცის კეთება, ეს უკვე მიუთითებს იმისკენ რომ სწორ გზას ხედავ. უპირობოდ გაკეთებული ნიშნავს რომ ანუ მე შენ გიკეთებ მიუხედავად იმისა, შენ მე დამიბრუნებ ამას თუ არა. აქედან გამომდინარე უკვე მე ვხვდები ღმერთი როგორია. ხო და სხვა ხარისხიდან მე მოქმედებს. ვხვდები ანუ მე კითხვას აღარს რომ ღმერთ შეუძლია ის გაანადგუროს. რატო უნდა გაანადგუროს ან რატო ღმერთმა დასაჯო? ღმერთს არჟის რატო? თუ უნდა წარმოედგინო რა არის უპირობო სიყვარული. ვისაც უპირობოდ უყვარ ხარ. იმას უპირობოდ ის პირობას მე შესუსამს დრო გავა და სხვანაირად დაიხსნა. არა, იმიტომ რომ იმისთვის არსებობს დრო. სადაც ღმერთი არსებობს, იქ არ არსებობს დრო, იმიტომ ღმერთი საიდანაც გაზოს შენ ენერგიას ნებისმიერ ადგილას, სადაც შენ ენერგია მოგდის ღმერთის და შენ ხარ სული, რომელიც ხარ ზოგადად იმ ენერგიით მარტო ღმერთის ენერგიით ცხოვრობ, ანუ სხვა ენერგიის წყარო არ არის. შესაბამისად, ამას თუ გავითავისებთ და ამას თუ გავაცნობიერებთ, რომ მარტო მაგ ენერგია არსებობს, იქიდან გამომდინარე, ბევრი რამე ჩვენ თვითონ არსებობს კითხვა, რომელსაც ჩვენ თვითონ უკვე შეგვიძლია ამაზე პასუხის გაცემა. იმიტომ რომ თავარი ღერძი გავიგეთ რა არის. ღერძი არის უპირობო სიყვარული. ამაზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რომ თუ კი რა შეიძლება ზოგადად მოხდეს. ის შეიძლება ზოგადად მოხდეს, რაც შეიძლება მოხდეს უპირობო სიყვარულის დროს. მაგ შემთხვევაში, სხვა მხრივ, ანუ უპირობო სიყვარულის არსებობის შემთხვევაში, ღმერთს შენ უპირობოდ უყვარ ხარ. ამ შემთხვევაში შენ თუ ისჯები შენ ჟი შენ თავს, ღმერთი ყოველთვის გაძევს იმ ენერგიას და არასოდეს არ გიწყვიტავს სიცოცხლის ენერგიას, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა შენ აკეთო. ამის გაგება ჩვენ მოგცემს იმის სულიერი თუნდაც პასუხისმგებლობის და სინდისთან უფრო ახლოს ყოფნის საშუალებას. უფრო დააფასებ იმას, რაც მოგეცება ესე. წარმოგიდგენთ, არავინ არა ღმერთი მე ყველა უპირობოდ უყვარ ვარ და რაც უნდა გავაკეთო, მაინც ვეყვარები. რა არის ამ შემთხვევაში ჩემი საქციელი? საპირისპირო უკვე სინდისი აღარ მიშვებს. იმიტომ რომ უკვე ისეთი სინათლე დავინახე და პასუხისმგებლობაც უფრო ირთვება. შენ რასაც იძახდი, ხო, მეტად მატულობს რომ მაგას იაზრებ. ხო და აი გააზრების ხარისხებია მნიშვნელობა, რომ მართლა გაიაზრო სიღრმისეულად, რომ და ამ გადმოსახედიდან შეხედე ყველაფერს დაანარჩენს უკვე რა. ხო, უკვე ვიბრაციასაც გიწევს. ვიბრაციასაც გიწევს, უპირობობა გიწევს. იმიტომ რომ ის ზაფი და ის კვანძი დაინახე, რომ უყვარ ხარ მამა შენს, რომელიც ყველას ჩვენი მამა არის და არავინ არ არის უპირატესი. უპირატესი არის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ როგორ უყურებთ. ჩვენ თვლით, რომ ვართ უარგისები და არავის არ უყვარვა და ჩვენს არავინ არ გვინდა, ეგეთები ვიქნებით. ჩვენ თვლით, რომ აი ეს ადამიანი დღეს გამისვა, მაგრამ ძალიან დიდი მეგობრობის და სიყვარულის საშუალება გაიხსნა უკვე ჩვენ შორის, ამისი დაჯერება და არ დაჯერება ორივე ერთნაირად შესაძლებელია. ხო და თუ კი შეგიძლია იყო ბედნიერი, რატომ იყო ბედნიერი? თუკი ძალიან მარტო ძალიან ძნელია გააკეთო ცუდი და კარგ შორის ცუდისკენ არჩევანი. თუკი ამას აცნობიერებ და გაცნობიერება რას მოაქვს? ცოდნას. და ზოგადად ჩვენი ხო უბრუნდებით ისე აი დასაწყისირითიც დავიწყეთ, ხო კვლევა ცოდნა შემეცნება. ცოდნა შემეცნება. ვიცით გამოვემზადეთ, გავიგეთ, შეგვიყვარდა უფრო მეტად შეიარაღებულები ვართ და სწორგზაზე უფრო ადვილად მივდივართ. მე ხვდები თვითონმე ამბობენ ესეთი ცნება არსებობს, რომ ბოროტი ყოველთვის გაძალებს და ბოროტება არის ზალადობა და დაძალება და არჩევანის არ ქონა, ეგ არის ბოროტება. და ბოროტება თუ შენ ანუ ბოროტ მდგომარეობაში ხარ, შინაგანი ეს ბოროტი ენერგია გეუბნება, რომ მაინც არ არსებობს არჩევანი, არ არსებობს მაინც ესე უნდა რა უქნა, სხვა რა გზა არის. აი ეს გზა რო არ არის, აი ეგ არის ეშმაკი. და თუ გაიგებ, რომ თუ ყოველთვის გეცოდება ინფორმაციულად მაინც, რომ რაც არ უნდა ჩავიდე სიბინძურეში და ნაგავში და დაუშვათ იმ კასრში ჩავჯდე, ყოველთვის ვიცი, რომ ღმერთმა მომცა არჩევანის თავისუფლება. აი ნებისმიერ შემდგომობაში მე თუ ვიცი, რომ ჩემს ღმერთს შორის არავინ არ არსებობს და არჩევანის თავისუფლება სულ მაქვს, ნებისმიერ მდგომარეობაში შემიძლია პასუხისმგებლიანი ადამიანი გავხდე და უპასუხისმგებლო ადამიანისგან განსხვავდებოდე იმით, რომ ვამბობდე
შენის ტელეგრამი, დახურული არხი მათთვის, ვისაც სურს ასტროლოგიის, ეზოთერიის და სამყაროს უნივერსალური კანონების ღრმა გაგება და მათი ყოველდღიურობაში გამოყენება. არხზე იღებს სუფთა, სისტემურ და შემეცნებით ცოდნას, რომელიც გეხმარება, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნა საკუთარი ცხოვრება. გასაწევრიანებლად დაასკანერე QR კოდი. ანუ პასუხისგებლიანი სული არსებობს და მეორე კიდევ უპასუხისგებლო. ერთნაირად ჩაკეტილები თავის თავში დავუმერო, მაინც არაფერი არ შეესება, მერეს გავაკეთე მონსინანულშია და არ გადადის კარგ მდგომარეობაში რჩება, იმიტომ რომ მოეწოლს აი ტანჯვითი მდგომარეობა და პასუხისგებლობას არ იღებს და მეორე პასუხისგებლიანი სული არის, რომელიც ამოსო კი ბატონო, შემეშალა გავაფუჭე, მაგრამ მაქვს არჩევანის რო უფლება. გამოვასწორო და უკეთესი. ხო და ვაღებ ამ ჯოჯოხეთის კლუბს და გამოდივარ მე თვითონ. იმიტომ გამოდივარ იმ ტანჯვასა, წუხილსას და სინანულსაც ვტოვებ. შევინანე, გავიგე, ავწიე შენ მდგომარეობა სულიად გავაცნობიერე, პასუხისგებლობით მოვეკიდე და ვიცი რომ დღეიდან ამ გუშინდელ დღეს ჩემზე გავლენა არ ექნება, რომ მე აღარ მინდა. აი მანდა ვარ მე უკვე ჩემი თავის ღმერთი, რომ მე აღარ მინდა ვიყო გუშინდელი, ვარ დღეს უკეთესი კიდე რო იყო ვიდრე იყავი გუშინ, ხო? ამაში მე ღმერთი არ მეხმარება. რა თქმა უნდა კი, იმიტომ რომ შენ თავარია გადადგა ნაბიჯ და მაქეთ დაიწყო და ყველა დახმარება შენკენ მოდის, ხო? ვერ წავალ, როგორ ვერ წავალ? აბა სად წავალ? მე მინდა ნება გამოვხატე. მე გამოვხატე ნება რომ ვიარო სინათლისკენ. ვინ შემიშლეს ხელს? ის ვინც მეუნება რომ არაფერი არ გამომივა? იმას მოусმინო? კი ბატონო, შემიძლია. ესეც არჩევანია. თავარია ვიცოდე რომ მაგ არჩევანს. ხო. ლევან გძნობ რომ აი იმინდა შეიკრა ჩვენი წრე და ეხა რაც მინდა განახო ეს ვიდეო და იდეაში დასაწყისში მეჩვენებინა რა მაგრამ ნუ რაღაც ისე მოიტან ჩვენმა საუბარმა რომ ეხა უფრო წავედით და შენ რახან ხელოვანი ხარ და ხატო მგონია რომ ძალიან მოგეწონება ეს და მით უმეტეს უცხოპლანეტელების თემას უკავშირდება მოკლედ ბებია ჩემს და ბაბუა ჩემს ყავდათ მეგობრები მეგობრები პოლონელები ცოლქმარი რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და უნდათ ბაბუა ჩემის გაცნობა როცა ერეკლეს მამასთან ერთად იყო ამ უცხოპლანეტელების ამბებში და ეს ქალი იყო კონტაქტორი და ხატავდა მაგისი შვილიც და ხედავდა ამ უცხოპლანეტელებს სხვადასხვა ნაირებს და ხატავდა და ნახატები არის ძალიან ლამაზი და მინდა რომ მაყურებელსაც გაუზიარო შენც განახო უი, რა საინტერესოა. და ძალიან ბევრი ნაირები არის, ბებია ჩემის ძველი გაზეთები არის. სახში ნატიფი არის ჩვეულებრივი ცივილიზაცია, ხო? ხო, და შენს თუ რამეს დაინახავ, ან ძალიან ბევრი ნაირები არიან. ოკეი, ეს ჰიბრიდებს გვაქვს. ხო. აი, თქვენც რო ანუ მე როგორც ინფორმაცია მაქვს, იმდენად ბევრი მილიონი წლის ცივილიზაციები არსებობენ. ხო. თვითონ თავის გენეტიკური ჰიბრიდიზაცია აქვს ძალიან შეცვლილი და ხო ფერები, თვალები, ანუ ხო, მაგრამ ერთი სახეობაა. ხო, ერთი სახეობა აშკარად სხვადასხვა ფერის, აი ერთსაც განახებთ და ხო და სხვა თვითონ პიროვნებები იყო ეს სხვადასხვა. ხო, აი რაღაც ისეთი მახასიათებლები აქვს თან აი ძალიან საინტერესო არსებები არიან და ანუ ანთროპომორფები ალბათ არ არის. ხო აი ინტერნეტში ანუ გვანა ნაცრისფერებს თანაც თითქოს, მაგრამ რაღაცა ნაცრისფერების ჰიბრიდები. ხო, მეც ერთი წითელიც იყო, აი ეს ხო წითელი. ხო, ნაცრისფერებს გვანა. ხო, ცოტა სხვა. რაღაც ეთყობა აი მაგათი ის არის. ხო, და მინდა შენთან ამის გაზიარება და მაყურებელთანაც მგონია რომ საინტერესო. კი, ძალიან საინტერესოა და თან ახლა მხატვარი ხარ შენ და შენი ნახატებიც მინდოდა მეთქვა რომ აი მართლა ატარებს აი რა ქვია აი ცოტა ხნის მქონდა 12 იანვარს ციფრული გამოფენა იყო ორშაბათი იყო ეს ახალი წლების პერიოდი ბევრი ხალხი ვერ მოვიდა ამიტომ ანუ რამე საიტი არის სადაც შეიძლება ვნახოთ თუ კონტენტი დავამზადეთ ჩემი ნახატების რაღაც 60-მდე ნახატი არის გაციფრულებული ეხა მაგისი ვიდეო მონტაჟი დამთავრდა და ეთერში იხილავთ მაგას მე დავდებ ჩემს დასაც კლიპზე რაც იყო ხო კლიპზე რაც იყო მაგის გარდა თვითონ ეს რამოდენიმე ციფრული საგამოფენო სივრცეა თბილისში და როგორც ვიცი ბათუმშიც არის რახან უკვე კონტენტი მზად არის
შემიძლია სივრცეებსაც შევთავაზო და თუ თვითონ გაიქნებათ სრული თავიანთ სივრცეში აქვთ ესეთი კვირის რომელიღაც დღეებში რომელიღაც მხატვრის ესეთი გაცოცხლებული ნახატები გადის ესე იგი კედლები არის ესე გაკეთებული პროექციით გადის და მიდიხარ გვირაბში და ამ გვირაბში შეიძლება გაცოცხლებულ ნახატებში შეგიძლია შეაბიჯებს ახლა ეს კოსმოსია ძალიან მოუხდა ეს თემატიკა აი ძალიან მაგარი ისა შენ ნახატებს კოსმიური სიღრმე რაღაცა იგრძნობა ის დაჭერილი მომენტი კოსმოსი თან ის რომ ზოგადად ხატვის ორი მიმართულება მაქვს ერთი მაქვს რომ უხატავ კონკრეტულ პიროვნებებს რომლებიც მიკვეთავენ რომ აი დავუშვათ შემიკვეთეს აი ეს დავხატოთ მოვხატავ იმის კონკრეტულ გოროსკოპს და კონკრეტულ იმის ენერგია მაქვს იმასთან კონტაქტი რა თქმა უნდა ტელეფონზე და რამოდენიმე ალბათ კვირაჭირდება კვირის განმავლობაში ვამთავრებ ანუ ვითვალისწინებ ჰოროსკოპსაც ენერგეტიკას და მიახლოებით ანუ რამდენი მაქვს უკვე დახატული რაღაც 80-მდე ტილო მაქვს უკვე დახატული სხვებისთვის რა ეს პირადი შეკვეთებით და ნუ ეს რა თქმა უნდა 3 წელი დაჭირდა მაგრამ ამ 80 ტილოდან გამოცდილება მაქვს ის მიღებული რომ ყველას ვისაც დავხატე იმ ადამიანის ენერგიასთან ავშევად კონტაქტი აქვს და თვითონ ყველანი აუბე რომ თავიანთი ნახატი ყველაზე უკეთესია ანუ თავისთავად იცდეს იმ ნახატში ხო პირადად იმ ადამიანს მოწონთ ის ნახატი რომელსაც იმასთვის იხატება აქ უეჭველი აუცილებლად კონტაქტი დგება სამყაროსთანაც მაგ ადამიანთანაც მის კურატორებთანაც და ეს ერთობლიობაში გამოსვით რომ ამას თვითონ ზოგადად თვითონ ხატვის ტექნიკაც ყველაფერი არის კონტაქტიდან გამომდინარე ანუ იხატება მარტო წერტილებით ხატავ ფერწერა და წერტილოვანი ფერწერა რა ვიცი გაუგებარი არის ბევრისთვის მაგრამ და იშვიათი არის ეგრე ავირჩიე ხო და ანუ მაგ მიმართულებით მუშაობ არის განსხვავებული თავისით, იმიტომ რომ არ მაქვს სამხატვრო განათლება მიღებული და შესაბამისად რაც ვაკეთებ, ჩემი თუ აკეთებ ხო თავისუფალ ნაკადში. ხო და მე თვითონაც ვითარდები ამაში და მე თვითონ ვთვლი რომ ეხა ბევრად უკეთესად უფრო დახვეწილია ეს ნახატები, ვიდრე დავუშვათ თავიდან იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ისინი პირველი ენერგია რაც მოვიდა და თავიდან რაც საქველმოქმედოდ გავაკეთე თუ რაც დავხატე, დღემდე ის ნახატები ითვლება რომ ანუ ერთ-ერთი კარგი ნახატებია თავისი იდეებით გამომდინარე და იდეებიდან გამომდინარე ანუ იდეურად როგორც ფერებია წარმოადგენელი ამას ყველაფერს ვაგრძელებ და ეს ანუ ციფრული გამოფენა იყო ახლა ჩემი ერთ-ერთი ის მიმართულება რომელიც საინტერესო იქნება იმ ხალხისთვის ვისაც ხეთ გალერეაში სიარული და ნახატების დათვალიერებას ამას აქვს ის გამოცდილება რომ აქ ბავშვები ჩედიან დავუშვათ ბილეთებს ყიდულობენ და ამ გვირაბებში დადიან და ხო და მაგარი ის იქნება გამოცდილება ეს მე თვით ჩემთვისაც სიახლე იყო და ჩემი ნახატები რო ვნახე იმ გუნდს პირველ რიგში დიდი მადლობა ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და თავის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველას ვინც მიიღო ამაში მონაწილეობა ასე ყველას გიჩვენთ ნახოთ. და ხო ასევე საჯაროთად შეგვიძლია ვთქვათ რომ შენი ვორქშოპიც იქნება ჩვენთან სივრცეში ხატვასთან დაკავშირებით და მიღმიერ სამყაროსთან და მეგობრებო ვისაც სურვილი გექნებათ ამასთან ინფორმაცია დაიდება ჩაეწერთ მოდით იქნება დაუვიწყარი. კი ბატონო პოდკასტთან დაკავშირებით ვიტყოდ იმას რომ დღეს იმ თემას ასაც შევეხეთ ცირითადად ძალიან დიდი სპექტრია სალაპარაკო ამას რა დალევსავთ თემას მოაბარა ეს პირველი ჩვენი შეხვედრა იყო და ვეცადე რომ ყველაფერი ცოტა გვესაუბრა და ალბათ საინტერესო გამოვიდა. კი, მეც ეგრე მგონია, უღრმესი მადლობა შენ პირველ რიგში ამისთვის. საბოლოოდ იქამდე მივედით რომ შეიძლება რომ ის იდეა რომ ყველანი გავხდეთ უკეთესები, მიღწევადია. კი, და წრეცაკ შეიკრა ესეთი და ძალიან დიდი მადლობა შენ გაზიარებისთვის. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა თქვენს მაყურებელს. ხერხეთ, მეგობრებო, მადლობა თქვენ. ეს იყო შენი პოდკასტი, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და დროებით შეხვედრამდე.